მოგესალმებით. დღეს გვაქვს რამიდე პოდკასტის მესამე გადაცემა. გადაცემის თემა იქნება უსაფრთხოების სისტემები და მიმდინარე გამოწვევები სტუმართმასპინძლობის სექტორში. აუცილებლად დაელოდეთ გადაცემის მეორე ნაწილს, რადგან გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმარი, რომელთან ერთადაც უფრო დეტალურად განვიხილავთ მიმდინარე გამოწვევებს კონკრეტულად ქართული სტუმართმასპინძლობის სექტორში. მოგესალმებით. მოდი გადაცემა დავიწყოთ. მცირე სტატისტიკა მაქვს ამოღებული საქართველოში მომხდარი ხანძრების შესახებ. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, წელიწადში დაახლოებით 10-დან 15,000-მდე ხანძარი ხდება. ბოლო 10 წლის განმავლობაში პიკი იყო 2017 წელს, როდესაც 15,000-ზე მეტი ხანძარი მოხდა და სამწუხაროდ 79 ადამიანი გარდაიცვალა. 2017 წელსვე იყო ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ხანძარი, სადაც სამწუხაროდ ცხვერპლით დასრულდა ეს ხანძარი და ბოლო რეგულაციების გამკაცრებასაც სამწუხაროდ ამ ხანძარმა დაუგდო საფუძველი. ზოგადად სტუმართმასპინძლობის სექტორში სტატისტიკის მიხედვით არ ვიცი რამდენად სწორი სტატისტიკაა, მაგრამ გვაქვს 2600-ზე მეტი სასტუმრო და 51,000-ზე მეტი სასტუმროს ნომერი. და იმავე სტატისტიკას თუ დავერყნობით, დაახლოებით ეს 51,000 ნომერი 5,800,000-ზე მეტმა სტუმარმა გამოიყენა 2024 წელს. სამწუხაროდ 25-26 წლის სტატისტიკური მონაცემები არ გამაჩნია. ბოლო წლებში სტუმართმასპინძლობის სექტორში მოხვედრილი ხანძრების ყველაზე გახმაურებული შემთხვევები იყო თბილისში ამბასადორში, როდესაც მიზანმიმართულად მოახდინეს სამორინეს დაწვა, ბათუმში ლეოგრანდეს დაწვა, იყო ასევე სასტუმრო არმაზი, თბილისი რუმსი, სასტუმრო გუცა, სასტუმრო ველეპალასი და ასე შემდეგ. თუმცა საბედნიეროდ ყველა ხანძარი არ სრულდება მსხვერპლით, რადგან როგორც შესაბამისი სტრუქტურები, ასევე მომსახურე პერსონალი ახერხებენ რისკის და განსაკუთრებით ადამიანის სიცოცხლის დაცვას ასეთ შემთხვევებში. ზოგადად დავით ცოტა რომ გავამოვარცოთ ეს თემა, მარტო ჩვენთან არ ხდება ხანძრები, მთელ სოფლიოში ხდება ხანძრები და სამწუხაროდ ჩვენი რეგიონი მაინც ლიდერი არის ეს კატასტროფული ხანძრებით, რომელიც სასტუმროებში ყველაზე უახლესი რაც არის, ეს თურქეთში 2025 წელს ზამთარში სამთრის კურორტზე გრანდ ქარტალში 78 ადამიანი დაიღუპა ხანძრის გამო. აქედან თითქმის ნახევარი ბავშვები იყვნენ, არდადეგები იყო, ძალიან რთული პირობები იყო, სამაშველო ვერ მივიდა, ძალიან ბევრი დარღვევა იყო სასტუმროში, ღამე სამზარეულოში გაჩნდა და მერე მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ მოერეოდა ამ ხანძარს თავისი ძალებით არ შეატყობინა დამსვენებლებს, გვიან განხორციელდა ყველაფერი, სამაშველო ჯგუფები 1 საათის და უფრო მეტის დაგვიანებით ავიდა, იმიტომ რომ გარემო პირობები და ამინდი არ იძლეოდა მაგის საშუალებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, იმიტომ არის უსაფრთხოება სტუმართმასპინძლობის სფეროში და ინდუსტრიაში, რომ იქ ადამიანები ჩვენ თვითონგან როდესაც შევდივართ სასტუმროში, ჩვენ ვართ უცხო. ის ჩვენთვის შეეული გარემო არ არის, ჩვენ მივდივართ იქ 1 დღით, 2 დღით, 3 დღით და ჩვენთვის ყველაფერი უცხოა, არ ვიცით ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ. განსაკუთრებით საგანგებო სიტუაციის დროს, განსხვავებით სახლისგან. სახლში ჩვენ ვცხოვრობთ, იქ ზეპირად ვიცით ყველაფერი, რამდენი საფეხური ასასვლელის სახში რო შეხვიდე, იმითი დაწყებული, იმით დამთავრებული, ვინ არის შენი მეზობელი, ვინ არის სანდო ადამიანი, ვის შეიძლება დაუძახო დასახმარებლად და ასე შემდეგ. შესაბამისად, საკანონმდებლო დონეზე მთელ სოფლიოში და თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში გაცილებით უფრო მკაცრი მოთხოვნები არის სასტუმროების უსაფრთხოებაზე, კონკრეტულად სახანძრო და სიცოცხლის უსაფრთხოებაზე, ვიდრე საცხოვრებელი სახლებისთვის. მოკლედ ვიტყვით, რომ მაგალითად იგივე 51 დადგენილება, რაც IBC-ის International Building Code-ის ქართული თარგმანი არის და ჩვენთან საკანონმდებლო ძალა აქვს, რითი განსხვავდება საცხოვრებელი სახლი სასტუმროსგან, ხო? საცხოვრებელი სახლი არის SC2 დაკავებულობა, საცხოვრებელი IBC-ში არის residential-ი და სასტუმროები არის SC1-ში. ძირითადი განსხვავება არის ის, რომ პირველი სასტუმროები განკუთვნილია დროებით დამკავებლებისთვის, რომელიც მცირე ხნით ღამეს ატევენ იქ
საძინებელი ერთეულებისგან შედგება. საცხოვრებელი არის მუდმივი დამკავებლებისთვის. შესაბამისად, იმ გარემოს ცოდნა, სადაც შენ გამესათებ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ეს მცირე ხანი პირდაპირ არის განსაკუთრებით 30 დღემდე იგულისხმება. 30 დღემდე იგულისხმება, რომ მცირე ეს არის ის დრო, რომ რაღაცნაირად გაშინაურდე, უკეთესად გაიგო გარემო, რა არის, როგორ არის და ეხლა ერთი რჩევა მინდა მივცე ჩვენს მსმენელებს. ყველა სასტუმრო ვალდებულია საქართველოშიც და არა მარტო საქართველოს ცივილიზებულ სამყაროს ყველა კუთხეში, რომ ევაკუაციის გეგმა სასტუმროს ნომერში იყოს თვალსაჩინო ადგილას წარმოდგენილი. როგორც კი შეხვალთ სასტუმროს ნომერში, ჩემი რჩევა იქნება, რომ დაუთმეთ ის 1 წუთი ამ ევაკუაციის გეგმას, გაეცანით ევაკუაციის გეგმიდან თქვენ მიიღებთ ძალიან ბევრი ინფორმაციას. კონკრეტულად სად იმყოფებით, შენობის რომელ ნაწილში იმყოფებით, სად არის საევაკუაციო გასასვლელები, ძირითადი ალტერნატიული, როგორი ამ საევაკუაციო გასასვლელებამდე მისასვლელი გზა, სად არის ცეცხლმაქრი, სად არის სახანძრო განგაშის გამოსაძახებელი ღილაკი, სად არის სახანძრო ონკანი, დამატებით შეიძლება იყოს თქვა პირველადი დახმარების ნაკრები, სად არის. ეს ინფორმაცია შემდეგ საგანგებო სიტუაციაში დაგიზოგავთ იმ სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან წამებს და წუთებს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ და ამ საგანგებო სიტუაციიდან წარმატებულად დაახციოთ თავი და უსაფრთხოდ გამოხვიდეთ. ასე რომ ჩემი თხოვნა და რჩევა იქნება, რომ ნუ გაუკეთებთ იგნორირებას ევაკუაციის გეგმას. გაეცანით მას როგორც კი ნომერში დაბინავდებით. და იმ შემთხვევაში თუ არ არის ნომერში, მოითხოვეთ სასტუმროს პერსონალისგან, რომ ჩაატარონ უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი, ან ის გეგმა წარმოადგინონ და სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება ან დაზიანებული იყოს, ან ჩამოვარდნილი იყოს. ყურადღება მიექცეთ ევაკუაციის გეგმას. ის თქვენ სიცოცხლის გადარჩენაში დაგეხმარებათ. პირველი შემდეგ ჯერზე რასაც გავაკეთებ, გავეცნობი ამ ევაკუაციის გეგმას. რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. თუმცა სასტუმროში რო ბინავდებით, არ აქვს მნიშვნელობა რისთვის ჩავდივართ სხვა ქვეყანაში თუ თუნდაც ჩვენს ქვეყანაში ბათუმში ჩავალთ თუ მესტიაში ჩავალთ. პირველი რას ვაკეთებთ, ხო, შეიძლება ეს რაღაცა საქმიანი შეხვედრისთვის დაგეგმილი ვიზიტი იყოს, ან თუნდაც პირადი გართობისთვის და დასვენებისთვის, მაგრამ ყურადღებას ვაქცევთ მხოლოდ ვიზუალურ მხარეს. აი მივდივართ, რა კარგი სასტუმროა, რა კარგად მოვედი, პარკინგიც ვიპოვე, დავაპარკინგე, შევედი, რაღაცა ფონური მუსიკა უკრავს, რაღაცა სასიამოვნო გარემოა ძალიან, მაგრამ რეალურად ამის მიღმა იმდენად დიდი ინფრასტრუქტურა, ეს მიმართულება, ეს ინდუსტრია, განსაკუთრებით ეს ჰოსპიტალიტი ინდუსტრია, რომ ჩათვალეთ, რომ იმაზე მეტი ადამიანი მუშაობს სასტუმროს უსაფრთხოებაზე, ან რეალურად უნდა მუშაობდეს მაინც, ვიდრე დამსვენებელია, რადგან როგორც ახსენე ეს ხო არ არის მუდმივი საცხოვრებელი და არ ცხოვრობთ სახლში რა, ჩავდივართ, დროებით ჩავდივართ, მაგრამ პირველი რასაც საბოლოო ჯამში მოვითხოვთ არის ჩვენი უსაფრთხოება, რომ უსაფრთხოდ ვიყოთ და მშვიდად ვიყოთ. კი ბატონო, ეს რაღაცა გვსიამოვნებს ეს ვიზუალური მხარე, მაგრამ უნდა ვიყოთ დაცული არა მხოლოდ ვიზუალურად, ფიზიკურად, არამედ უნდა ვიყოთ დაცული მაგალითად ჩვენი პირადი მონაცემების, პირადი ინფორმაციის დაკარგვისგან, მოპარვისგან, რა ვიცი, რა, ყველაფრისგან. ამიტომ ეს ბიზნესი საკმაოდ განსხვავებულია და რა ვიცი, რითია განსხვავებული და რითია განსაკუთრებული, ამას ალბათ ჩვენი სტუმარი უკეთ მოგვახსენებს, რადგან უდიდესი გამოცდილება აქვს ამ ბიზნესში. ხო, დაგეთანხმები დევნა და დავით, რომ საცხოვრებელი გარემოსთან შედარებით, ბევრად უფრო განსხვავებული გარემოა, როდესაც ერთი დღით, თუნდაც ერთი კვირით, ერთი თვით მივდივართ რომელიმე სასტუმროში. გამომდინარე იქედან, რომ აქ ყოველთვის სხვადასხვა ტიპის ადამიანები, სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანები მოდიან, უსაფრთხოების სისტემების მიმართაც მოთხოვნა უფრო მაღალ სტანდარტებზე არის საყვანელი და საბედნიეროდ როგორც მენეჯმენტი, ასევე მფლობელების მხრიდან, ინვესტორების მხრიდან უფრო მეტი ყურადღება ექცევა, რომ ბევრად უფრო გამართულად იყოს, შემოწმებული იყოს მსგავსი სისტემები, ვიდრე სამწუხაროდ საცხოვრებელ სახლებში ხდება. თუმცა აქაც ხდებოდა
განსაკუთრებით წინა წლებში როცა არ ხდებოდა ამ სისტემების შემოწმება, არ იყო მათი გამართულებაზე პასუხისმგებელი პირები და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც ეხან ვახსენეთ, ბოლო წლების ხანძრებმა განსაკუთრებული როლი ითამაშა და უფრო გამკაცრებული არის და კიდევ უფრო მკაცრდება რეგულაციები. მიუხედავად გამკაცრებული რეგულაციებისა, ხშირად გვხვდება ხოლმე ასე ვთქვათ არაყურადღება მიქცეული საკითხები. ყველაზე ხშირად რა შეხვედრია თქვენს პრაქტიკაში, რომ რა უნდა იყოს და რა არ არის. მაგალითად, მე გავიხსენებ ერთ-ერთ შემთხვევას, რა თქმა უნდა, სასტუმროს არ დავასახერებ, ბრენდული სასტუმრო იყო, მაგრამ როდესაც იყო გუნდი მისული სახანძრო სისტემის შემოწმებაზე, რამდენიმე სართული საერთოდ გათიშული იყო სახანძრო სისტემისგან, იქიდან გამომდინარე, რომ ჰქონდა ხარვეზი, შემოდიოდა ალარმები და რო არ შეწუხებულიყო სასტუმროს სტაფი ამისთვის მომსახურე კომპანია მიცემსახურება და უბრალოდ გათიშა ეს სართულები, რაც ნიშნავს, რომ პირობითად თუ არის 20 სართულიანი სასტუმრო, 5-6 სართული საერთოდ გათიშული იყო სახანძრო სისტემიდან. თქვენ რა შეხვედრია თქვენ პრაქტიკაში მსგავსი? ან თუ შეხვედრიათ საერთოდ? სიმართლე გითხრა, სახანძრო სისტემა რო გათიშულია, იქ საქართველოში გვხდება ყველანაირ დაწესებულებაში, სასტუმროდან დაწყებული, საბავშვოებით დამთავრებული, აი კატასტროფა, რასაც შეიძლება იცოდოს და ძირითადი მიზეზი მაგის არის დავით ის, რომ არასწორი დამოკიდებულება აქვს მენეჯმენტსაც, იქ უშუალოდ პერსონალსაც, არა მარტო სასტუმროზე მაქვს საუბარი, ანუ სახანძრო სისტემა არის ზოგადად ისაც ხო ფინანსური ტვირთი გახდა ეხლა, რომ ყველა ვალდებულია 51 დადგენილების შესაბამისად მოაწყოს ეს ყველაფერი. მეორე ტვირთი არის ის, რომ სისტემა კარგად იყოს მოწყობილი და ცრუ განგაშები იყოს მინიმუმზე დაყვანილი, ფუნქციონირებდეს ისე როგორც საჭირო არის, მაგას შესაბამისი სისტემა და შესაბამისი თანხები ჭირდება. როდესაც სისტემა არ არის ესე გაკეთებული, ხო? ის პრობლემების მისაჩქმარებლად მე ყველანაირი გამოსავალია. მაგალითად, რასაც შენ იძახი, რომ შეიძლება რაღაცა ნაწილი საერთოდ ჩახსნილი იყოს. მეორე პრობლემა ის, რომ თვითონ ოპერირებას ვინც აკეთებს, იმ ხარეს არ არის იმისი ცოდნა, იმისი ექსპერტიზა, დიდი ექსპერტიზა არ ჭირდება, მაგას მაგრამ ცოდნა ნამდვილად ჭირდება, რომ იცოდეს მისი სისტემა რა მდგომარეობაშია. ესე წარმოუდგენიათ, რომ აი ახლა ჩვენ ან მეინტენანს დაგიკვეთავთ, მოდით შეამოწმეთ და დაგვიწერეთ, რომ ყველაფერი წესრიგშია. ეს ავტომატურად იგულისხმება, რომ ყველაფერი წესრიგში უნდა იყოს. აბა ახლა გავუმართავი, ხო არ იქნება. ესე წარმოუდგენიათ თავიანთ სისტემაზე. ამ დროს სისტემაში შეიძლება ნახევარი სისტემა გამორთული კონდეთ და მეინტენანსზე მიდიხარ სამ თვეში ერთხელ. კარგი, თუნდაც ყოველ თვეში ერთხელ მიდიოდი, ერთი დღით მიდიხარ, ან ორი დღით მიდიხარ. დანარჩენი პერიოდი ხო იქ ადგილობრივი სახანძროზე პასუხისმგებელი პირები იმას დაქვემდებარებაში რო ყავს და უნდა ყავდეს ადამიანები, ვინც სისტემას ყურადღება უნდა მიაქციონ. რაც თავია სისტემა უნდა იცოდნენ, ის სისტემა რას უწევს, რას ეუბნება. სახანძრო სისტემა არის ძალიან კონსერვატიული სისტემა. იქ ყველაფერი მონიტორინგის ქვეშ არის, ნებისმიერი კაბელი, ნებისმიერი გამტარი, ნებისმიერი მოწყობილობა. როგორც კი რაღაცა ტექნიკური შეფერხება არის, აუცილებლად ეგრეთ წოდებული fault-ი, ანუ გაუმართავობა პირდაპირ პანელზე იწერება, მაგრამ მას ჭირდება პერსონალი, ვინც ამას წაიკითხავს, ხო? და სწორ დასკვნას გააკეთებს და სწორად მიხედავს და შესაბამისად ბევრი პრობლემა არის სახანძროში, ბევრი ინსტალაციიდან დაწყებული სისტემის ტესტირებით, გადაბარებით და შემდეგ იმის ოპერირებით დამთავრებული. ამის აღმოფხვის ერთადერთი გზა არის, რომ რაღაცნაირად თვითონ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში განსაკუთრებით, იმიტომ რომ ძალიან დიდი რისკი არის, წეგან ამბასადორი ახსენე და ჩვენ ხშირად ხდება ხოლმე, ჩვენთან ხანძარი არ გაჩნდებაო. აი ვერც კი წარმოვიდგენი, მეც ვერ წარმოვიდგენდი, რომ შეგნებულად ვიღაცა ხანძარს გააჩენდა, ხო, მაგრამ რო აიღო რისკების შეფასების ნებისმიერი თანამედროვე დასავლური ფორმა, ყოველთვის არსონი ყოველთვის ფიგურებს იქ, რომ ვიღაცამ რო შეგნებულად ხანძარი გააჩინოს, იქ ტექნიკურ პრობლემებზე, რაღაცა შემთხვევითობით, რაღაცაზე იქ ენერგომატარებლებზე, გაზზე და დენზე და იმით გამოწვეულ ხანძარზე არ მაქვს საუბარი. ანუ შეგნებულად ადამიანმა რო გააჩინოს ხანძარი, ისიც გასათვალისწინებელია და შესაბამისად, ყველა სისტემა, რომელიც ემსახურება სახანძრო უსაფრთხოებას და სიცოცხლის უსაფრთხოებას, უნდა იყოს მოწყობილი ისე, რომ ამ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა იმუშაოს და უნდა გააკეთოს თავისი საქმე. მოდი მე ისე ჩვენ სიმშვიდეზე და ჩვენს უსაფრთხოებაზე ფიქრის იმ აზრს გავაგრძელებ, რადგან როდესაც ჩვენ სასტუმროში ვისვენებთ, რა თქმა უნდა ვფიქრობთ, რომ ვართ უსაფრთხოდ რა და
შეხედეთ როგორ რაღაცა ხდება ის სართულების გათიშვა, გამახსენა ესეთი ფაქტი, რომ აი ალარმი გვაქვს ბევრი რა, იყო ესეთი შემთხვევა, რომ ძალიან ბევრი ალარმი გვაქვს, რაღაცა 1000 რაღაცა ალარმი ჰქონდათ ერთ პანელზე, მაგრამ საერთო ჯამში აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო ალარმი, იყო ფოლტი, რომელსაც ჭირდებოდა გამოსწორება. თუმცა აი ეს მუდმივი რაღაც არა გეგმიური ევაკუაცია, რაღაცა ცრუ განგაში, ცრუ ევაკუაცია ძალიან მოქმედებს სტუმარზე რა და ეს ყველა სისტემა, უსაფრთხოების ყველა სისტემა უნდა მუშაობდეს რაღაც გარკვეულ უხილავ რეჟიმში. და ამ უხილავ რეჟიმს რატომღაც წყვეტენ ესე, რომ ეს უხილავი რეჟიმი სტუმარმა არ უნდა გაიგოს რა ხდება, სტუმარი უნდა იყოს უსაფრთხოდ და რთავენ, თიშავენ, ასე ვთქვათ, სახანძრო სისტემას თითქოს იმის იმიტაციას ქმნიან, რომ სტუმარს ძინავს ამაღამ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ხო არ ვიცი ახლა ამას უხეში დარღვევა ქვია თუ დანაშაული ალბათ რა. მე ვიტყოდი რომ ეს დანაშაულია. ალბათ რაღაცა უნდა აღრიცხვის რაღაცა სისტემაც უნდა არსებობდეს ალბათ ხო რომ რაღაც აღირიცხოს რაღაცა ჟურნალში რომ რისთვის გამოირთო, რატომ გამოირთო, რა ვიცი რა იყო ამის მიზეზი, რის გამო. როცა საცხოვრებელ სახლებზე საუბრობდით, საცხოვრებელ სახლებზე ჩვენ როგორც მომხმარებლებს უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს რომ შევამოწმოთ, სად ყიდულობთ, რაც ყიდულობთ, რა სისტემები მუშაობს, რა არ მუშაობს, ვინ არის ამას პასუხისმგებელი, მაგრამ როცა ვირჩევთ სასტუმროს ჯავშნით მივდივართ, განსაკუთრებით საზღვარგარეთ, საქართველოს შეიძლება კიდევ რაღაც ინფორმაცია გაარკვევთ, საზღვარგარეთ არაფერი არ ვიცით. წეხან დემნა მახსენა პერსონალური მონაცემების დაცვა, არა მარტო ხანძრის კუთხით ხანძართან ბრძოლა, არამედ პერსონალური მონაცემების დაცვა და მახსენდება ბოლო წლებში ერთ-ერთ ბრენდულ სასტუმროში მალაიზიაში ჰაკერმა თერმოსტატიდან მოახერხა შეხწევა სისტემაში და მოიპარა მომხმარებლების ინფორმაცია. 10 გიგაბაიტი ინფორმაცია გადაიწერეს თერმოსტატიდან შეხწეულ ქსელში, რომელიც აკვარიუმს ემსახურებოდა, რომ თევზები კარგად ყოფილიყვნენ. კი. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ელექტრონული კარისაკეტების სისტემების გატეხვა მოახდინეს სხვა ბრენდის და ასე შემდეგ. სახანძროს გარდა რა აუცილებელი სისტემები არის, რომ იყოს სასტუმროში რამდენიმე ჩამოთვლი ვიდეო მეთვალყურება უნდა იყოს აუცილებლად, რომ ელემენტარულად სტუმრების უსაფრთხოების რაღაცა დონის კონტროლი განხორციელდეს. უნდა იყოს, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ყველაზე მეტად ასეთ ფაქტორს ყურადღებას Wi-Fi, XL-ი, ცხელი წყალი, ცივი წყალი და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირება რამდენად მნიშვნელოვანია პრობლემის ოპერატიულად აღმოფხრის კუთხით. რადგან წეგან თქვი შესავალშიც, რომ ზოგადად უსაფრთხოების სისტემა მით უმეტეს ამ სასტუმროების მიმართულებით ძალიან დიდი თემა არის რა და ეხლა ჩვენ სახანძრო უსაფრთხოებით დავიწყეთ ეთქვა პირველი ორი პოდკასტიდან გამომდინარე, ეხლა ვეხები თუ ახსენე კიბერუსაფრთხოება. კიბერუსაფრთხოება ძალიან სერიოზული გამოწვევა არის თანამედროვე სამყაროში და რაც უფრო წინ წავალთ, მით უფრო სერიოზული გახდება, იმიტომ რომ მივეჩვეთ ჩვენ კომფორტს, აწი ნომრები გვინდა სასტუმროში, რომ სანამ ჩაფრინები შენ თვითონ დააყენო, ტემპერატურა, ყველაფერი სერვისები კლაუდზე უნდა იყოს გატანილი. შესაბამისად, როდესაც ასეთ ინფრასტრუქტურას ქმნი, იქ უსაფრთხოება უნდა იყოს ნომერი პირველი და იქ უსაფრთხოებაზე არანაირი კომპრომისი და არანაირი ეკონომია არ უნდა კეთდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ისეთი ფაქტი, როგორც შენახსენე, კიდევ არის ფაქტები ცნობილი, როდესაც სასტუმროში კონდიცირება გაგრილების სისტემიდან შეაღწიეს და რამდენიმე ასეული ათასი პიროვნების პერსონალურმა მარშრუტ ბარათების ინფორმაცია წაიღეს. ასე რომ, როდესაც გლობალურად უსაფრთხოებაზე საუბრობთ, უსაფრთხოებას ბევრი მიმართულება აქვს, ყველა მიმართულება უნდა იქნეს შეფასებული, ეს კარგი სიტყვა აქვს, ეს ცივილიზებულ სამყაროში რისკ ასესმენტი. რისკების შეფასებიდან იწყება ყველაფერი, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, რაც უსაფრთხოება ეხება და შემდეგ ამ რისკების შემცირების ღონისძიებებია დასაგეგმი. დემნა რო იძახდა ამ სისტემა რო გათიშულია თუ არ არის გათიშული
ადამიანისთვის, დამსვენებლისთვის ან სტუმრისთვის რომ უხილავი უნდა იყოს. უხილავობის მიღწევის ორი საშუალება არსებობს. ან არის სისტემა გამართული, კარგად დაპროექტებული, კარგად დაინსტალირებული, კარგად ოპერირებადი, კარგად მომსახურებული, ან არის ხო, ან არის გათიშული და არ აწუხებს დამსვენებლებს. განსხვავება ის არის, რომ ერთ შემთხვევაში სასტუმრო სტუმარი არის უსაფრთხოდ, მეორე შემთხვევაში არ არის უსაფრთხოდ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ წამახსენე იქ თურქეთში სასტუმროს პერსონალმა გადაწყვიტა, რომ აი არ შევაწუხოთ ეხლა ევაკუაციას ხო არ გამოვაცხადებთ ღამის 3 საათზე და თვითონ მოვერევით რამენაირად ვერ გათვალეს სწორად, ვერც თავისი რესურსი, ვერც ის შედეგი, რაც შეიძლება მოყოლოდა ამ ყველაფერს. და ეს ადმინისტრირება ნებისმიერი უსაფრთხოების სისტემის და პერსონალის ერთად, იმიტომ რომ სისტემა თავისთავად არაფერი არ არის, თუ მას შესაბამისი ოპერატორი არ აქვს. არის ჩემი აზრით ყველაზე სუსტი წერტილი არა მარტო საქართველოში, მთელ სამყაროში. პრობლემების 80% მაინც ადამიანურ ფაქტორთან არის დაკავშირებული და ყველა დანარჩენი უკვე ტექნიკურ და იქ საპროექტო ამბებთან. ამიტომ მრავალმხრივი თემა არის, იგივე თქვათ, უსაფრთხოების სისტემები ბევრი არის, ჩვენ გვინდა ჩვენი პირადი უსაფრთხოება, როგორც სიცოცხლის, ისე ნივთების, ისე ფინანსური, ისე რეპუტაციული, ყველაფრისთვის ამისთვის კაცობრიობამ შეიმუშავა რაღაცა ელექტრონული სისტემები, ხო, თქვათ, ვიდეო მეთვალყურება მარტო იმის უსაფრთხოება ბევრნაირი არის, მაგალითად, ყველა რეცეპშენში არის კამერები, რისთვის არის, რომ ორივე მხარეს კონდეს იმისი მტკიცებულების საშუალება, რომ რა მოხდა იქ რეცეპშენში, გადავიხადე, არ გადავიხადე, რაღაცა შემომთავაზეს უარი ვთქვი და ვერ გადავიხადე, არ გადავიხადე, ელემენტარული საკითხია, ხო? ის რომ 24/7-ზე უნდა მუშაობდეს, ის რომ შესაბამის პარამეტრებზე უნდა იყოს გათვლილი. და არის ხოლმე მოთხოვნები და მაგას იმედია მე შევეხებით რა მოთხოვნები არის საზღვარგარეთ ბრენდის სასტუმრო რა სიტყვის ბრენდბუქში რა უწერია და ჩვენთან ადგილობრივი ბიზნესი რომელსაც გააჩნია ეს სასტუმროები იმათ რა მოთხოვნები აქვს ხო აუცილებლად ინფორმაციული უსაფრთხოება ეგ რა ვიცი თქვი და კიდევ ერთხელ ვთქვა კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანი არის თანამედროვე სამყაროში და ფიზიკური წვდომის უსაფრთხოება access controls რო ვეძახით რა დონეზეა განხორციელებული სასტუმრო ძალიან დიდი ორგანიზმი არის იქ ერთდროულად არის დამსვენებელიც არის ბიზნეს შეხვედრაც არის კონფერენციაც არის რაღაცა გასართობი ღონისძიება ვინ სადმე შედიოდეს როგორ უნდა შედიოდეს ამათი ფიზიკური და ამ ფიზიკური განხოლოების ელექტრონულად განხორციელება მენეჯმენტი როგორ ხორციელდება ყველაფრის მიზნების მისაღწევად საჭირო არის რომ ყველა სისტემა იყოს გამართულ მდგომარეობაში ემსახურებოდეს შესაბამისი პერსონალი და ოპერირებდეს პერსონალი რომელმაც იცის როგორ უნდა იმოქმედოს ყველა სიტუაციაში. IBM-ის მონაცემებით გავყვები ისევ იმ კიბერუსაფრთხოებას 2024 წელს ეს მხოლოდ IBM-ის თავიანთი კვლევა რა რესერჩი გააკეთეს 4.8 მილიონი დოლარი თუ რაღაც მსგავსი რა 5 მილიონ დოლარამდე იყო მონაცემთა დატაცებით მიღებული გამოწვეული ზარალი რა 5 მილიარდამდე იქნება. ხო, ცოტა სიძახი ნამდვილად. არა, ხო, 5 მილიარდამდე. 5 მილიარდამდე გლობალურად 2024 წლის მონაცემებით. ანუ ძალიან დიდი ციფრია რა, ძალიან დიდი ციფრია, პლუს ამას ასევე პერსონალური მონაცემის დაკარგვა, საუბარი არის მხოლოდ ფულად ზარალზე, სადაც თქვათ საბანკო ანგარიშებიდან თანხები გაქრა თუმცა როგორც ის თქვენ ახსენეთ იმიდან იმ თერმოსტატის რაღაცა რომელსაც LAN-ის კაბელი ჰქონდა თუ Wi-Fi-ზე მუშაობდა იქიდან 10 გიგაბაიტამდე თუ 10 ტერაბაიტამდე ინფორმაცია მოიპარეს ერთ-ერთ ბრენდულ იმაში რა სასტუმროში. ხო ეს კიბერუსაფრთხოება სამწუხაროდ სასტუმროებში როგორც ვიცი არ რეგულირდება რაც განსაკუთრებული მოთხოვნები არ აქვს და ძირითადად თუ ბრენდული სასტუმრო არ აქვს და მათ არ აქვს შიდა გაიდლაინები. განსაკუთრებით ბევრი თანამედროვე სასტუმროში ყოფილი ვარ, საერთოდ ღილაკებიც კი აღარ არის და ყველაფერი პლანშეტურ მართვაზე არის გადასული. ერთ-ერთ ბოლო სასტუმროში სადაც ვიყავი ოჯახთან ერთად, სანამ რა ვიცი მანქანას დავაყენებდი, მივიდოდი, ავიდოდი ნომერში, სიბნელეში იჯდა მთელი ოჯახი პლანშეტი ეკავა და ეძებდა როგორ ჩაერთო ჩუქი. იმდენად განვითარდა ეს ტექნოლოგიები და შესაბამისად ყველაფერი რომ ინტერნეტთან ინტერნეტზე წვდომაზე არის დამოკიდებული ჩვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხითაც სავარაუდოდ ადრეთი გვიან შემოიღებენ შემოსაღები არის ეს რეგულაციებით რომ საქართველოშიც
როგორ ახერხებს სასტუმროები განსაკუთრებით სტუმრების პირადი მონაცემების დაცვას. ეხლა ვსაუბრობდით სისტემების კუთხით საცხოვრებელი სახლების და სასტუმროებთან შედარება გავაკეთეთ, რომ სასტუმროებში უფრო იქცევა ყურადღება. მაგრამ მშენებლობის კუთხით რამდენად იქცევა, რამდენად განსხვავებულია შესაფუთი მასალები, რა განსხვავება აქ თუ ხდება ამისი კონტროლი, მაგალითად ხანძარმედეგი მასალები უნდა იყოს თუ არა გამოყენებული, ხანძარმედეგი კარებები და ასე შემდეგ. ამ კუთხით თუ არის რაიმე განსხვავება საცხოვრებელსა და სასტუმრო შენობებს შორის? სასტუმროს და საცხოვრებელს შორის დიდი ალბათობით არ არის განსხვავება. ეხლა მე სიმართლე გითხრათ, კანონმდებლობით სასტუმრო ამ მასალით უნდა აშენდეს და სახლი ამ მასალით საცხოვრებელი ასეთი არ არსებობს, მიდგომა ასეთი არ არსებობს. თუმცა იმ მასალების მიმართ რა მასალებითაც უნდა აშენდეს ზოგადად საცხოვრებელი, ესეც საცხოვრებელში გადის. უბრალოდ არის რაღაცა კლასიფიკაცია, როგორ იყო SC2 და SC1, ხო? აი ეგ არის დაკავებულობის. ხო, ეგ არის დაკავებულობის კლასიფიკაცია და არა მხოლოდ მასალები, ჩვენ თუ არ ვწდები პირველ პოდკასტში იქ სადაც ეს Grenfell Tower-ის ხანძარი განვიხილეთ, ხო? იქ თვითონ მშენებლობის ტიპიც უნდა იყოს სხვანაირი, ანუ ზოგადად ეს ბარიერები, ჩამკეტი, ხანძრის გავრცელება, არა მხოლოდ მასალა, არამედ თვითონ მშენებლობის სტრუქტურაც უნდა იყოს სხვანაირი, რომ აი მაგალითად ოთახი სამშენებლო კუთხით, საინჟინრო კუთხით ისე უნდა იყოს ჩაკეტილი, ისე კონსტრუქციით ისე უნდა იყოს ჩაკეტილი, რომ აქ გაჩენილი ხანძარი არ მოედოს მეზობელ ოთახს, არ უნდა გავიდეს ერთი სახლიდან, ერთი საცხოვრებელი ფართიდან მეორე საცხოვრებელ ფართში, რაც მოიცავს როგორც შესასვლელი კარის მხარეს შესაბამისი ღონისძიების გატარებას, ასევე ფანჯრის მხარეს და გვახსოვს ჩვენ ის შემთხვევა, რომ ის ფანჯარასთან გაკეთებული და ის ფასადიდან წამოვიდა, საერთოდ ეს უნიკალური იყო, რომ ხანძარი გავრცელდა საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ ხანძარი გავრცელდა გარედან შიგნით, ანუ რაღაც ესეთი უნიკალური შემთხვევა იყო. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ მასალებზე უნდა იყოს მოთხოვნა და კონტროლი, არამედ თვითონ მშენებლობის ხარისხზე. რა ხარისხით ააშენებენ მშენებლობას? მარტო მასალა იყოს კარგი ხარისხის და ეს ღონისძიებები არ კონდეს გატარებული, ერთი და იგივეა, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ წეგან, რომ აი მხოლოდ ტექნიკა გააქვს, რაღაცა ხანძარქრობის სისტემა, მაგრამ ის სტაფი თუ არ არის დატრენინგებული, ეს კარგი ტექნიკაც კი შეიძლება არ გამოგადგეს, იმიტომ რომ ადამიანურ რესურსზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ზუსტად ასევეა ეს მარტო მასალა არა, ალბათ მშენებლობაც. თუ არ მეშლება მაღლივი შენობების მიხედვით ხდება ამის კლასიფიცირება და დაკავებულობას რო ახსენე, რამდენად დაკავებულია და იქ არის თუ არ ვცდები მოთხოვნები, რომ ხანძარმედეგი კარებები, ხანძარმედეგი საკეტი, ანუ რამდენ წუთიანი ხანძარმედეგობა უნდა კონდეს, თვითონ მასალებიც ხშირად ყოფილა, რომ შეიძლება არ იყოს ხანძარმედეგი, მაგრამ სპეციალური სითხეებით ამუშავებენ, რომ ხანძარმედეგობა მიიღოს იმა და ასე შემდეგ. ეგ კანონების დონეზე ხო არ იცი რა? კანონების ეგ კონსტრუქციული ნაწილი ასე თქვა 51 დადგენილებაში გაწერილი არის. ჩვენ ახლა სასტუმროებზე საუბრობთ და დაკავებულობა თქვა ვილაპარაკეთ სასტუმროსა და საცხოვრებელ სახლს შორის განსხვავება, მაგრამ აქ კიდე შემოდის ის ფაქტორი, რაც ჩვენ ახსენე მაღლივი შენობა, როგორც წესი სასტუმროების უმრავლესობა არის მაღლივი შენობა. როგორც კი დაკავებული სართული სახანძრო მანქანის დონიდან 23 მეტრიდან ზევით არის, ის ითვლება მაღლივ შენობას განსაკუთრებულად ბევრი მოთხოვნა აქვს, განსხვავებით არამაღლივი შენობებიდან, ბევრი სისტემებთანაც დაკავშირებით, ხანძარმედეგობასთანაც დაკავშირებით, სასტუმრო საცხოვრებლისგან იმით განსხვავებით უფრო კომპლექსური შენობა არის, იქ თქვათ იგივე საევაკუაციო გასასვლელების მოწყობა, რამდენი არის რესტორანი, კიდევ ცალკე რისკ ფაქტორი ასე ვთქვათ, რომელიც შეიცავს ამ ხანძრის წყაროარ და ბევრი ხანძარი სასტუმროში სწორედ რესტორნიდან იწყება ხოლმე და რესტორნიდან ვრცელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის მასალები აქ ჩვენ ახლა კონკრეტულად პიროვნულ დონეზე მაგისი კონტროლის საშუალება არავის არ ვერ მოიკითხავ, ესე სასტუმრო რა მასალებით გააკეთეთ, სულ ორი ნომრიანი სასტუმრო იყოს და საოჯახო იყოს,
იქ ვერ მოიკითხავ ასე ვთქვათ. აქ ერთადერთი საშუალება არის, რომ საკანონმდებლო და სახელმწიფო რეგულატორის დონეზე უნდა მოწმდებოდეს ეგ ყველაფერი, რომ ის მასალები, რაც მოთხოვნილია ხანძარმედეგი არის, უნდა იყოს ხანძარმედეგი, კარებები ხანძარმედეგია, უნდა იყოს ხანძარმედეგი. მაგალითისთვის გავიხსენებ, შერატონში ქონდა პატარა პროექტი, რომ ვაკეთებდით კაბელების შესასვლელი და გამოსასვლელი ღიობები უნდა შევსებულიყო ცეცხლმედეგი მასალებით და აუცილებლად ყველა ესეთი შევსებული თავისი ლეიბლი ქონდა, რომელიც უნდა გაგეკრა იქ, რომ ეს შესასვლელი კაბელები შევსებული ამ და ამ ცეცხლმედეგი მასალით. ის იყო იმის მტკიცებულება, რომ აი ქრო გავაკეთეთ ეს სისტემა, ცეცხლმედეგობა და ხანძრის გავრცელებლობა ამითი დავიცავით. ანუ ეს ყველაფერი არის კონტროლირებადი და თუ სწორად კეთდება კონტროლირებადია და მენეჯმენტის ქვეშ არის, მაგრამ ერთს გავიხსენებ კიდევ რომ თან ძალიან მოდაში არის ჩვენთან ვენტილირებადი ფასადები, ხო, იგივე გრენფელიდან ერთ-ერთი პრობლემა რა იყო ვერტიკალურად გარედან ხანძრის გავრცელების, იქ სპეციალური ტიხრები უნდა გაკეთებულიყო, რომელიც ღია დახურული არ არის ბოლომდე, მაგრამ ხანძრის შემთხვევაში 2-3 სანტიმეტრი იყო დატოვებული, ის ნივთიერება ფართოვდება და გადაიკეტებოდა და არ მოხდებოდა მე-4 სართულიდან 24 სართულზე ხანძრის გავრცელება, მაგრამ მონტაჟის დროს იყო დაშვებული შეცდომები და ამის გამო იმ სისტემამ არ იმუშავა. ასე რომ აი ძალიან რთული საკითხი არის ეგ, რომ ვერც კი წარმომიდგენი ხარ ჩვენთან სახელმწიფო იგივე საგანგებო სიტუაციებმა აი ესეთ ვენტილირებად ფასადზე მისი სწორად ინსტალირება როგორ უნდა შეამოწმოს. ეს ძალიან კომპლექსური საკითხია. იქ მოთხოვნა უნდა იყოს არა მარტო სახელმწიფოდან, არა მარტო ბიზნესიდან, თვითონ სამშენებლო კომპანიიდან და უმაღლეს დონეზე უნდა იყოს აყვანილი მაგისი კონტროლი, იმიტომ რომ მაგაში ფული იხარჯება უსაფრთხოებაში, მაგრამ თუ ის სწორად არ გაკეთდა, მისი შედეგი გვაქვს 0. კი, ამ სისტემების გარდა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დაწნეხვის და კვამლგაწოვის სისტემები, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი არ დაიწვას, მაგრამ იგივე მომაკვდინებელი ძალა აქვს კვამლსაც, რაც ცეცხლს. და ვიცით რომ ბოლო ხანძრები რაც ფატალურად დასრულა საქართველოში, ძირითადად კვამლი იყო გარდაცვალების მიზეზი. უმრავლესი შემთხვევა ეს იყო, ხო? სტატისტიკა რო ავიღოთ. ლეო გრანტში მაგალითად 11 ადამიანი დაიღუპა. 11-დან 8 ადამიანი დაიღუპა ლიფტთან, მათ დამწრობის ნიშნები არ ჰქონდათ. ანუ კვამლით ხო ამ ეგრეთ წოდებულ გაბუდვით. ახსენებდი რომ ფასადზე ახსენე რომ არასწორად იყო დამონტაჟებული. აქაც დავდივართ უკვე ასე ვთქვათ ინჟინერებზე და იმ შტაბზე, ვინც აკეთებს ამ სისტემების ინტეგრირებას და მონტაჟს, რომ სხვადასხვა სისტემები იყოს ერთმანეთთან სწორად ინტეგრირებული და სწორად მუშაობდეს, იგივე ხანძრის აღმოჩენი, ხანძრის ქრობი, კვამლგამწვევი, ჰაერის დამწრეხი სისტემები, თუნდაც ვიდეო მეთვალყურეობა, რომ ვიზუალური მაჩვენებლები მოგდიოდეს ხანძრის კრიტერიიდან და ასე შემდეგ და ჩემი დაკვირვები და გამოცდილებით ხშირად ეს ჯაჭვი არ არის დაცული და ირღვევა მაგალითად სახანძრო სისტემა დააფიქსირა ხანძარი, მაგრამ არ ჩაირთო კვამლგაწოვის სისტემა სწორად ან სწორ ადგილას არ ჩაირთო, დაწნეხვა არ ჩაირთო და ასე შემდეგ. ან გამორთული იყო საერთოდ, როგორც თავიდან მივახსენეთ, რაღაცა რამდენიმე სართული და როგორად ვერ მოასწრო რეაგირება სისტემა. ჩვენ როგორც სასტუმროს მოხმარებლები და სტუმრები ვერ დავიცავთ თავს, მაგრამ მე პირადად ბრენდულ სასტუმროებთან უფრო დიდი ნდობა მაქვს, იმიტომ რომ როდესაც ბრენდი შემოდის ქვეყანაში, მათ არა მარტო სახელი, მათი გამოცდილებაც მოაქვთ. სხვადასხვა ქვეყნიდან მოაქვთ მათი სტანდარტები, რომლის დანერგვასაც ითხოვენ აქ ჩვენთან ლოკალურად. და ამიტომ უფრო მეტი მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიც როგორც წესი ბრენდული სასტუმროების უფრო მაღალი არის, მაგრამ ნდობაც ამ ყველაფრის მიმართ უფრო მეტი მიჩნდება. ჩემი პირადი გამოცდილებით ძალიან კომფორტულია ჩემთვის როგორც ინჟინერისთვის ბრენდულ სასტუმროებთან მუშაობა. ის რაც ადგილობრივ სასტუმროებთან ბრძოლა მიწევს, მტკიცება და იქ სტანდარტების წარმოდგენა, რომ რაღაცა ესე უნდა გაკეთდეს, ბრენდულ სასტუმროს პირდაპირ ბრენდბუქში უწერია, სპეციალური თავი აქვს life safety და იქ ყველაფერი არის ჩამოწიგზიგებული, იმაზე მეტი მოთხოვნა, ვიდრე მე თავაზობ და რაც თავარ იმის მტკიცება არ მჭირდება, რომ ეს გინდათ და ეს უნდა შეიძინოთ, სხვანაირად არ გამოვა, რატომ ბრენდბუქში წერია. კი, ზუსტად აი რაც ვახსენე ახლა პირობითად მერიოტი იქნება, ჰილტონი იქნება, შერატონი იქნება, როდესაც საქართველოში ხსნის თავის ახალ სასტუმროს,
არა მარტო ლოკალური სტაფი, თავისი გლობალური სტაფიც არის ამაში ჩართული და ისინი აკონტროლებენ ყველა სისტემის სწორად მონტაჟს. ასევე მათ აქვთ კონკრეტული ბრენდები, რომლებიც აქვთ ეგრეთ წოდებული approved list-ი, რომელიც დაშვებულია პირობითაც სახანძრო უსაფრთხოების კუთხით 3-4 ბრენდია, ვიდეო მოთვალყურეობის კუთხით 3-4 ბრენდია, რომელიც გამოცდილი არის გლობალურად. მათ აქვთ ტესტირება გაკეთილი, გამოცდილი აქვთ, იციან რომ მუშაობენ და იციან როგორ მუშაობენ ასევე. დავით კიდე ერთ რამეს დავამატებ, რაც აი ყველაზე მეტად რაც მომწონს დიდ ბრენდებთან მუშაობაში არის ის, რომ მათ პირდაპირ თუ არა და არც არის აუცილებელი ეს ექსპერტიზა ყველა მიმართულებით ქონდეს, არის სპეციალიზებული კომპანია მაგალითად და Jensen Hughes, ხო? დაიქირავებენ, რომელიც ჩამოდის ამ სახანძრო უსაფრთხოების და სიცოცხლის უსაფრთხოების სპეციალისტს აგზავნის, რომლის მოვალეობაც არის, რომ აუდიტი მთლიანად ჩაატაროს, ყველა სისტემა დატესტოს და მისი ხელმოწერაც არის იმ სისტემის გადაბარებისას. ანუ ჩვენთან ეს ზოგადად ქვეყანაში არ მუშაობს, რომ საკონსულტაციო ფირმა, რომელსაც ყავს შესაბამისი ექსპერტი ან ექსპერტიზის დონე აქვს იმის რომ შეამოწმოს ეს ყველაფერი და მაგიტომ არის რომ რაღაცა რა გაკეთდა არავინ არ იცის შემდეგ რა ვიღაცამ გააკეთა დაიხურა ქუდი წავიდა დამთავრდა იმისთვის პროექტი ამ დროს იმისმა გაკეთებულმა საქმე რა ვიცი მინიმუმ 50 წელი უნდა გაძლოს და იმუშაოს და თავისი მოვალეობა შეასრულოს სანდოობის ამბავიც არის ახლა იმ კომპანიას ვინ შენახსენე ეს კომპანია არის საკმაოდ დიდი კომპანია და მუშაობს უამრავ ბრენდთან. და სანდოობის ხარისხიც ისეთი აქვს რომ მისი დაწერილი დასკვნა არის ასე ვთქვათ უკვე ტექნიკური დავალებაც, მიღება ჩაბარებაც, რა ვიცი, ყველაფერი რა, ის რა დასკვნასაც დაწერს, ამ დასკვნაზე არის დამოკიდებული სასტუმროს გახსნაც და ზოგადად სისტემის გამართულად მუშაობაც. მაგრამ არის კიდევ ერთი ესეთი თემა, არა მხოლოდ სახანძრო, არამედ მთლიანი უსაფრთხოების სისტემები რა. ფულის დაზოგვა სადაც ხდება ხოლმე ეხლა მოდით იმ ხანძრიდან და იმ რაღაცა უბედური შემთხვევიდან ნაკლებად უფრო რა თქმა უნდა ესეც საპასუხისმგებლოა როგორც არის დაშვების კონტროლი თუმცა ამ დაშვების კონტროლს ნაკლებად მოყვება ხოლმე ხო ეს ადამიანის რაღაცა ფიზიკური ზიანის მოტანა ან სიცოცხლის ხელყოფა არის შემთხვევები რომ ზოგავ სასტუმრო ამ ნაწილში პირობითად რაღაცა $10,000 მაგრამ იღებს როგორ შედეგს აქვს რაღაცა 300 კაციანი კონფერენცია სასტუმრო არის ძალიან დატვირთული ხალხი ან ნომერში ვერ შედის ან რაღაცა გაუმართავად მუშაობს წარმოიდგინეთ ამ დროს თუ სტაფი არ არის შესაბამისად ნასწავლი და თუ არა აქვს ასეთ შემთხვევებთან ურთიერთობა ძალიან მარტივია დაიბნე, როცა გაგეთიშა რაღაცა, რა ვიცი, 100 ნომერი, 200 ნომერი და ცდილობ რომ რაღაცა გააკეთო და ამ დროს სუსტად ის რო გეყიდა, რაც საჭირო იყო, ამ რაღაცას თავიდან აირიდებდი და ეს პირდაპირ მოქმედებს ალბათ ხო სასტუმროს რეიტინგზეც როგორ რევიუს დაგიწერენ მეხა კორნელის უნივერსიტეტს აქვს ასეთი კვლევის ესეთი მოდული რომელიც იკვლევს უშუალოდ ჰოსპიტალიტიზე კვლევებს ატარებს რა ბევრნაირს და აღმოჩნდა რომ პირდაპირი მათემატიკური კავშირი აქვს რევიუსა და რევენიუს შორის ანუ რა რევიუსაც დაგიწერენ სუსტად ის პროცენტულადაც არის ნაანგარიშები შეგიძლიათ ნახოთ პროცენტულადაც არის ნაანგარიშები თუ რა შეგიძლია მიიღო და რას ვერ მიიღებ აი მაგალითად თუ 4.7 ვარსკვლავი გაქვს სადღაც თუ 4.8 გაქვს შეგიძლია რეიტი მოუმატო ან იგივე ფასი შეინარჩუნო და პირიქით თუ რეიტი ჩამოიწია ამ შემთხვევაში კლიენტს კარგავ მოკლედ საკმაოდ კომპლექსურია ეს სტუმართმასპინძლობის ბიზნესის უსაფრთხოების სისტემები. როგორც ჩაგვირდით, გადაცემის მეორე ნაწილი ბევრად უფრო საინტერესო იქნება, რადგან გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი მოწვეული.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი წარმომადგენელი და მხარდამჭერია კომპანია ვეზირი. დღეს სტუმრად გვყავს ქალბატონი თამურა გულედანი, რომელსაც 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს სტუმარული მასპინძლობის სფეროში, აქედან 25 წელზე მეტია ურთიერთობს ბრენდულ სასტუმროებთან, იყო სხვადასხვა სასტუმროს მმართველი CEO. დღეს არის კომპანია Court Deal Hospitality-ის დამფუძნებელი და დირექტორი. სტუმარული მასპინძლობის სფეროს შესახებ მიმდინარე გამოწვევებს და მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ტექნოლოგიური მიმართულებით, ადამიანური რესურსების მიმართულებით, ზოგადად რა გამოწვევები აქვს დღეს სტუმარული მასპინძლობის სფეროს, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრად უფრო საინტერესოდ და ბევრად უფრო ღრმა ინფორმაციას მოგვაწვდის თამუნა. მოგესალმებით თამუნა, პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ ესეთი გაბედული ნაბიჯი გადადით და როგორც პირველი სტუმარი გვეწვიეთ 3D პოდკასტში. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მოწვევა განსაკუთრებით ამ თემის ირგვლივ, რადგან თითქმის იმდენივე წლიანი გამოცდილება გაქვთ სტუმარული მასპინძლობის სფეროში, რამდენიც დამოუკიდებელ საქართველოში საერთოდ ამ სფეროს აქვს არსებობის ისტორია. აქედან გამომდინარე, არა მარტო პოდკასტის ჭრილში, არამედ როგორც ერთ მოქალაქეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა თქვენი ხედები, ეს ძალიან საინტერესოა რას გვეტყვით სფეროს შესახებ, როგორც ვიცი, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით პოსტ-კოვიდურ პერიოდში და ეხლა ამ ბოლო პერიოდში, როდესაც ომები დაემთხვა და სხვა კრიზისები მსოფლიოში, სტუმარული მასპინძლობის სექტორს გაუჭირდა. ბევრი სასტუმრო მახ, რომელიც დაიხურა, ამის შესახებ რას გვეტყვით, სად ვართ, უკეთესობისკენ მიდის სიტუაცია, უარესობისკენ მიდის, სტაბილურად ვართ თუ? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ გარისკეთ და პირველი სტუმარი ვარ, მართლა მადლობელი ვარ ამისი. მეორე, რაც შეეხება თვითონ ამ სიტუაციას, მართლა ბევრი წელიწადია ვუყურებ და ვიცით ეს აღმავლობები, რაც ხდება ხოლმე ხან კოვიდით, ხან ომებით, ისეთი რეგიონი ვართ, ჩვენს ირგვლივ ყველა რყევა აბსოლუტურად ზემოქმედებს ჩვენზე. ეს იქნება 13 დღიანი ომი ირანსა და ისრაელს შორის თუ თებერვალში პირველი ბომბი ყველაფერი ზემოქმედებს. ამიტომ მართლა კოვიდის შემდეგ ეს სტაბილური აღმასვლის ტრენდი შეჩერდა და 2024-ში მივუახლოვდით 19-ის ნიშნულებს. არ ვიყავით 93%-ით ვიყავით თუ არ ვწდები მიახლოებული, ბოლომდე არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულობის მხრივ თითქმის დავეციეთ, ფასი, აი ADR-ი, რასაც ვეძახით ხოლმე ქალაქის და ქვეყნის, ჯერ არ იყო იქამდე მისული. დღესდღეობით ეხლა უკეთესი სიტუაცია, ცოტახანი 2025 წელი სანამ ეს ომები შეგვეხებოდა, ფასმაც დაიწყო მომატება occupancy-ს ერთად, დაკავებულობასთან ერთად უკაცრავად თუ ხშირად ვიხმარ ხოლმე ამ სიტყვებს, ამ მიჩვეული ვარ hospitality-ში ძირითადად ეს გამოიყენება ხოლმე და ქართული შესატყვისები ძალიან მძიმე ან ნაკლები გვაქვს სამწუხაროდ. ასევე როგორც თქვენს მიმართულებებშიც ტექნიკურში ძალიან გაჭირვებულები ვარ და ხალბატონო მზექა შანიძემ თქვა 100 წლისა რომ საქართველოსიო ენა თუ არ განვავითარეთო, ეხლა 100 წლის ადამიანად თუ არ განვავითარეთ და ეს არ დავამატეთო, აი ესე დავრჩებით სულ უცნაური სიტყვებით, რასაც დღეს გამოვიყენე და კიდევ ბევრჯერ მომიწევს სამწუხაროდ ამის გამოყენება. ამიტომ ეხლა საქართველოში რომ არ ყოფილიყო ეს პირველი 3 კვარტალი აბსოლუტურად სტაბილურად მივდიოდი წინ. მიუხედავად იმისა, რომ მოწოდება და მოხმარება ჯერჯერობით კიდევ ვერ დაეწია ერთმანეთს და ბევრად უფრო მეტ სასტუმროს ვაწვდით ამჟამად და იხსნება ვიდრე მოთხოვნა არის, ჯერ არ დაწეულა ეს ყველაფერი დაწეულა, მაინც ვიყავით კარგად და სტაბილურად ზრდის ტენდენციით. არა სწრაფი, მაგრამ ზრდის ტენდენცია. ბოლო თვეებმა თებერვალი მარტი განსაკუთრებით სერიოზული ზეგავლენა მოახდინა. საერთაშორისო მონაცემებს მე ჯერ ჩვენი სტატისტიკები არ აგვაქვს, არ არის მზად რომ გითხრათ, მხოლოდ გამოცხადებები მაქვს მოსმენილი, მაგრამ საერთაშორისო STR-ის და ERDN-ის მონაცემით, რასაც უყურებთ საქართველოს მიმართულებით, ეს კვარტალი ბევრად უფრო მძიმე იყო ვიდრე შარშანდელი და გასაკვირიც არ არის, მარტო ჩვენ არ შევხვები ეს მთელ მსოფლიოში ეხო. ყველაზე ცუდი რაც არის თქვენთან მიმართებაში, რაც უფრო გაიზრდება დაკავებულობა, მაგრამ არ აყვება ამას ხარისხი და საშუალო ფასი, მით უფრო რთული გახდება დეველოპერებისთვის იმის და
დარწმუნება, რომ ხარისხიანი, ფასიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. ეს არის რაც მაშინებს, ის კი არა რომ დეველოპმენტი შეწყდება, არა. დაკავებულობა იზრდება, რაღაცა ბაზრები, განსაკუთრებული ბაზრები სწრაფს განიცდიან ჩვენთან, ბევრი ხალხია, მაგრამ ფასი არ არის ისაღები, ამიტომ რა გინდა ბევრი კლიენტი და იაფად შეინახო. შესაბამისად, როდესაც ვლაპარაკობდი და ძალიან საინტერესო იყო თქვენი პირველი 30 წუთი, სადაც რამდენი უნდა ყავდეთ უსაფრთხოების, რაოდენობის ხალხი, რა თანხები გჭირდებათ იმისთვის, რომ კიბერუსაფრთხოება იქნება ეს თუ სახანძრო უსაფრთხოება იქნება თუ CCTV იქნება ეს თუ ყველაფერს ძალიან ბევრი ფული უნდა და ხარისხიანი access control-ის სისტემა, ხარისხიანი კამერების სისტემას ფული უნდა და რეგულაციაში წერია რომ უნდა კონდეს შეგიძლია იყიდო ჩინური, შეგიძლია იყიდო გერმანული, შეგიძლია იყიდო იტალიური და ფრანგული. არჩევ რეგულაციაში არის თიქ უნდა მქონდეს გაკეთებული, რომ იმისთვის რომ გავიხსნა, იმიტომ რომ ექსპლუატაციაში შევიდე, გავაკეთებ ესეც, ბევრ ხალხს დავაკავებ, იმიტომ რომ ძვირად ვერ ყიდი. და ძვირად ყიდის ცოტა ბრენდი, ცოტა სასტუმრო, იმათ რა თქმა უნდა მოთხოვნაც აქვს, ვალდებულებაც აქვს და დეველოპერსაც არავინ არ ეკითხება, ისე გააკეთებინებენ იმას, რაც უნდა იყოს. კამერის მოდელსაც კი ეტყვიან და გასაღების მოდელსაც კი ეუბნებიან, რომელი უნდა იყოს და ვერ გადახო. დანარჩენი 90% ცდილობს რომ მოერგოს რეგულაციას, იმიტომ რომ იცის რომ სხვა გზა არ აქვს, რაც კარგია სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ რაც პირდაპირ უსაფრთხოებაზე აისახება შემდეგ. რა თქმა უნდა, მე გინდა გამორთე, გინდა არა, ალარმი თუ გაკეთებული აქვს, მაგრამ არ იძახის არაფერს და არ ყვირის თავის დროზე, ან კამერა არ უყურებს, აი ჯაჭვი, რომელიც თქვენ თქვით მარტო არ არის, სადმე აყვირდა. აყვირების მერე რა უნდა მოხდეს? 30 წამში გამოირთვება თუ 60 წამში, 60 წამში დაცვას მიეწოდეს და საერთოდ არის თუ არა დაცვა ადგილზე, იმიტომ რომ თანამშრომელი ყავს თუ არა ამ დროს ღამეს. გამორთო ეს ვინმე თუ ჩაძინებული რეცეფციის თანამშრომელი იყო და ის ბიპ სიზაღის იმას ეს იზმება ეს ყველაფერი ბიპ ხვდებით რას ვამბობ საბოლოო ჯამში შეიძლება სისტემა მუშაობდეს არ მუშაობდეს თანამშრომელი შეიძლება ინთებოდეს სადღაც მაგრამ არ ინთებოდეს იქ სადაც თანამშრომელი ზის საერთოდ ანუ ადამიანური რესურსიც არ არის და იმიტომ რომ გათვლისას არავინ არ კითხეს როგორ უნდა გაეკეთებინა დააყენეს რაღაცა თქვა ხანძრის რაღაცა ცენტრში არავინ არ ზის იქ მაგის რესურს სასწროს არ აქვს რომ ყველა ოთახში ვიღაც კაცი დასვას. იმის მაგიროთ რომ დაყენებული იყო სადაც დაცვა იმ ოთახში 24 საათი, აყენდა რაღაცა სახანძრო ცენტრი ქვია, რომელიც 19 კვადრატი უნდა იყოს ყველა შერმოში, whatever. მაგრამ დაყენდა იქ არავინ არ არის. და სადაც დაცვა, იქ უნდა გადაეტანათ ეს ოპერატორი მოვედი, მე მაგალითად თქვი რომ ეს ყველაფერი გადასატან. გადავიტანთ. ამას კიდე ახალი თანხა უნდა უკვე შეღებილია კედლები, გახსნის წინარი დაგვიანებული ხარ უკვე 6 თვე და აუ ამის გათხრა მერე გავთხრით. ანუ ეს არის ფასთან შეჭიდული, ეს იმიტომ არის რომ დეველოპერს არ უნდა უბრალოდ ფულია. და მე როგორც ოპერატორი ვეუბნები რომ აი ეს სასტუმრო, ეს ბრენდული ამდენ ოთახიანი, ამდენ ფულს დაწერს. გადათვალა ამდენ დაუჯდა ბეტონი, ამდენი ეს ამაზე ვერ დაზოგავს, იმას ვერ დაზოგავს. რა გავაკეთო და კამერაზე ცოტას ჩინურ გასაღებს ვიპოვნი. მე ჩინური გასაღები არ კავშირდება საოპერაციო სისტემასთან. არა უშავს ის ცალკე გაატარებს, ჩეკინი ცალკე იქნება. უსაფრთხოება დარღვეულია. მე შეიძლება ადამიანი ჩაჩეკინებული არ მყავდეს, ცალკე გავაკეთო ბარათი წესიერ სისტემაში, ბარათის გაკეთება ჩეკინთან არის შეჭიდული და გამოჩნდება ეს თუ არ გააკეთეს სწორად და ეს იცის რეცეფციის თანამშრომელმა და არაფრით არ გააკეთებს ამას ხვდებით. ანუ ეს გაიაფება დეველოპერის ბრალი არ არის. გაძვირებულია ყველა სამშენებლო მასალა 2019 წლის მერე რა ვიცი, ჩემზე უკეთესად გეცოდინებათ რა პროცენტით არის ყველა მომსახურება გაძვირებული. და გაძვირდა თუ არა 2019 წლის მერე ნომრები პირიქით. და მე ანუ return on investment, ანუ უკან ფულის ამოღება მიმცირდება და ეხა მოვიდეს და 30 წლიან გამოცდილება გულედანმა ტვინი ბურღოს რა უნდა კარგი რა. ბრენდულებთან როგორ არის? ბრენდული თვითონ სწორად აკეთებს. ბრენდულს თავიდანვე მოთხოვნაც აქვს და მიყვება გიგმას. კომპანიამ და დეველოპერმა მოდი ესე ვთქვათ იხმარა ჭკუა იმის რომ ბეროთ რო ნაკლები დაუჯდება და ამას გულისხმობ რომ ბრენდიც ამოარჩია დასაწყისისთანავე და არა ავაშენე და მოდი რომელიმე ბრენდ შევეხვეწები იქნება აიღოს ვის მოერგება და ოპერატორიც დაიქირავა უფრო ადრე პროცესში სანამ ააშენებს სანამ საძირკოს ჩაყრის ანუ აქ
რა გავაკეთო, რამდენი გაიყიდება, რა ფასი ეღირება, რა შემოსავალს დაწერს და იმის მერე იწყებ 5 ვარსკვლავის სააშენო, 6-ის, 4-ის თუ რა გააკეთო. იმის მერე ამბობ, რაში უნდა ჩადო ინვესტიცია. ერთი რამეა, არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო ბრენდი, რომელსაც 5, 4, 3 ვარსკვლავი აქვს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. FLS-ის სტანდარტი არის ერთი. მე luxury collection-ი ვიქნები, 5 ვარსკვლავიანი ვიქნები თუ 3 ვარსკვლავიანი ეკონომ კლასის სასტუმრო, ყველა საერთაშორისო კომპანია, რომელსაც ესეთი ბრენდები აქვს და ავიღოთ თქვა სიტყვას გქონდა აკორი, 3-იანიც აქვს, 4-იანიც აქვს, 5-იანიც აქვს, luxury-იც აქვს, ხო? ყველაფერზე დახუჭავს თვალს რო შეეხვეწო, ოთახის ფერზე, საწოლის განლაგებაზე, დიზაინზე. FLS-ზე თვალს არასდროს არ დახუჭავს. გამორიცხულია, ყველაფერს გაპატიებს, მაგრამ გასაქცევს, შორის მანძილებს, კიბის გამორიცხულია რომ თვალი დაგიხუჭოთ. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ვარსკვლავია. ბრენდს თუ შემოიყვან, პირველი რასაც გეუბნება, ეს გამისწორე. FLS-ი მომეცი სწორი და თუ თავიდან დაიწყებ, გადაკეთება არ დაგჭირდება. ხშირად ბრენდის მოთხოვნა უპირატესია 51-ზე, ხშირად ზოგჯერ არის 51-ზე. ორივე გასათვალისწინებელია, ბრენდს ესე უწერია whichever is greater, რომელიც უფრო მაღალია, ის გაითვალისწინე. თუ უფრო მაღალი გაქვს, მაგალითად შეშემოპირებისათვის ხო ბრენდს შეიძლება 100 ნომერზე 1 უნდოდეს 51-ის მიხედვით შეიძლება იყოს რაც ყოველ 25 კი ბატონო 4 გააკეთე 100-ში არ მაქვს პრობლემა ანუ რეალურად ბრენდი პირდაპირ გეუბნება იქ საშიშროება არ აქვს იქ ელაპარაკები კომპანიას ბრენდის სახელით იმიტომ რომ ბრენდს მან ფული გადაუხადა ბრენდთან ხელშეკრულება დადო LOI-ის ხელი მოაწერა შესაბამისად ბრენდის ნათქვამი გაითვალისწინოს Management კომპანიაზე შეუძლია თქვას რომ არ აქვს მნიშვნელობა ეს ჩემი management კომპანია Cordial Hostel შეიძლება თურქული management კომპანია იყოს ან მაინც შეუძლია თქვას რომ ნუ მოდი ცოტა დეველოპერის მხარეს დადექი და მომეხმარე და ეს ამაზე თვალი დახუჭე. ამიტომ ბრენდულ სასტუმროებთან ურთიერთობა ბევრად უფრო ჩემთვის დეველოპერთან უკეთესია ბრენდის არჩევის პროცესშიც ვცდილობ რომ ისეთი ბრენდი ჩევინო რომელიც და ისეთთან დავაწყებინო თანამშრომლობა რომელიც მის მოდელს ერგება და არ არსებობს ხო ცუდი ბრენდი სამვარსკვლავიანი ბრენდი რომელიც ბევრად უფრო კარგად ოპერირებს ვიდრე ხუთვარსკვლავიანი სულ 20 სასტუმრო აქვს და არაფერს გეუბნება მნიშვნელობა რა 5-ია თუ 3 ყველა ბრენდს აქვს გამართული ოპერირების მოთხოვნა ზუსტად ოღონდ რაც უწერია გაიდლაინში ისე საუზმის დროდან დაწყებული პარკინგთან მანქანის დაყენებით დამთავრებული რაც უწერია ის უნდა გააკეთო სამვარსკვლავიანს აკეთებს 3 ვარსკვლავის უნდა მისცე და არა 5-ის 5-ს აკეთებ უნდა მისცეს 5-ის FLS-ი ყველას ერთი და იგივე აქვს მანდ არ არსებობს თვალის დახუჭვა მაგას ძალიან კარგი არის რომ ეს FLS-ი Fire and Life Safety ანუ სახანძრო და სიცოცხლის უსაფრთხოება ბრენდულ სასტუმროებშიც ნამდვილად დალაგებული არის და ჩემთვისაც პირადადაც მათთან მუშაობა გაცილებით უფრო კომფორტულია. ორჯერ 2-4 არის იმის მტკიცება არ გიწევს. სამწუხარო არის ის რომ ადგილობრივი ბიზნესი ცდილობს რომ თუ სადმე დაზოგვა შეიძლება პირველ რიგში სწორედ აქ მივლენ ხოლმე რომ აი ადამიანის უსაფრთხოებაზე დაიზოგოს. ძირითადად სხვა გზა არ აქვს. ნახეთ როგორი სიტუაცია. ყველა მიცის რა ღირს ჩვენთან, თქვა ცემენტი, რა ჯდება ბეტონი. იცის რა არის ამას ვერაფერს ვერ უშვება. ეგრეა და ამითი აკეთებს. ვერ გაიქცევი ამას. შემდეგ მოდის აქსესუარებზე. ახლა აქსესუარი შეიძლება მაშინ რენდერში გააკეთო არაჩვეულებრივი და მე ადგედა თქვა რომ აი ამას ზუსტად ასეთივე ჩინეთთან ჩამოვიტან. შეიძლება დახუჭოს ბრენდმა ამაზე თვალები, მაგრამ აი ზუსტად სახანძრო უსაფრთხოება რაც არის, აქ არის ძალიან დიდი სხვაობა პირველი პროექტირების ხარისხში. ეს არ არის მარტო რას გამოიყენებ. თქვენ რაც თქვით ზუსტად როგორ უნდა ამოისოს ყველა კარის ჭრილი თქვა არა თეთრი, არამედ წითელი ქაფით. ორჯერ გვაქვს მონგრეული რაღაც ადგილებში შევსვლარ და გვითქვამს რომ არა. აუ რა მოხდა უკვე ამოვსებულია. დასანგრევია, იმიტომ რომ სხვა ქაფი მინდა 90 წუთიანი კარები მაქვს შესყიდული უზარმაზარი ფასით და თეთრი ქაფი აქვს ირგვლივ. ნუ ახლა დამთავრებული არაფერი აზრი არ აქვს იმ კარებს. ანუ ასეთი მსგავსი რამეები კეთდება ყველა ტერიტორიაზე. პირველი არის პროექტის გაკეთებისას არასწორია. პროექტი არის ნაკლოვანი, მოდი ესე ვთქვათ. მეორე ნაწილი არის პროექტი და მისი შემსრულებელი. ჩემზე კარგად იცით რომ ნახაზი და რეალური შენობა ძალიან დიდ იმაში ცდომილებაში მოდის საბოლოო ჯამში.
ეს არ არის სანტიმეტრები. ანუ ძალიან ბევრი ცდომილება, კარის, კედლის, სად უნდა იყოს კაბელი ამ ყველაფრის. ამიტომ საბოლოო ჯამში არ გვაქვს რეალურად სად მივედით. და არავინ აღარ იხდის თანხას იმაში, რომ გადაამოწმოს. ანუ რაშოს მე რომ გავაკეთე, მე კი არ უნდა შემამოწმებინო რა გავაკეთე. უნდა მოიყო, რა თქმა უნდა მოიყვანო და გადაამოწმო. რა იყო გაკეთებული? ყველა კაბელს აწერია თუ არა, მოყვება თუ არა თავისი ISO-ზე. მოყვება თუ არა ის რის გარეშეც წესი და კანონით არც 112 არის, ვერც ჩააბარებს ასტუროს. თუ არ მოყვება ყველა სერტიფიკატი რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა და სად არის? რამდენი გითხრათ ამ ჩემი 20-ის განმავლობაში რამდენი მინახავს რომ ამდროულად აბარებს? თითზე ჩამოვთვლი ერთხელს. რამდენი მინახავს ვიდრე ჩაბარების შემდეგ ვადას აძლევენ 6 თვეს 9 თვეს რომ გამოასწოროს და თანხა ყოფილა უამრავი. რამდენი ოპერირება თან ვარ შეჭიდული, რომელსაც 2 წელი არ ქონია საერთოდ ეს მიღებული. იმიტომ რომ საქართველოს ამ მდგომარეობაშია, ჩვენი სახელმწიფო მდგომარეობა ასეთი, რომ ჯერ ამ ეტაპზე ვართ განვითარების. 90-იანებზე არ ვართ, მაგრამ აქ ვართ. და შესაბამისად ეგრე ვიქცევით, რომ ჯერ ავამუშავებთ, მერე ცოტა ჯარიმას გადავიხდით, მერე დავამატებთ, მერე გავაკეთებთ, ყველა იძახის თქვენი თქვის არ იყოს, ჩემთან ხანძარი რატომ მოხდება? სადაც გინათ იქ მოხდება ხანძარი ნებისმიერ დროს უცებად, ამიტომ ჩემი ყოველთვის არის აღმოსავალი წერტილი, როგორც მართვის კომპანია. არასდროს არ შევიდე იქ მართვაში და პასუხისმგებლობა არ ავიღო, თუ არ ვიცი, რომ ეს უკვე ხელმოწერილი არის. ან თუ პასუხისმგებლობა არ მაქვს, რომ ეხლა ვიწყებ და 6 თვეში გამოსწორების, აი მაგალითად დაწყეხვა ქონია შემთხვევაში, არ არის და 3 თვეში და გაგვიკეთებია სახანძროს როგორ შეიძლება რომ დაიწყეხოს და ცვლილება შეგვიტანია, ფული გადაგვიხდია. ქონია შემთხვევაში ალარმი გამოგვისწორები არის, მაგრამ არ არის შეტყობინება და დინა ვადას თუ ავიღებ და ვიტყოდი რომ აი ამდენი ხანი გელოდებით თუ არა და მე პასუხისმგებლობას მოვიხსნი, იმიტომ რომ არც ერთი სამუშაო არ ღირს, არც ერთი ადამიანის სიცოცხლე დედამიწის ზურგზე, ამიტომ მე ვერ გავაკეთებ. ეს ნაწილი დასაწყისიდან თუ სწორად იქნა პროექტირებიდან ფულიც ბევრი დაიზოგება და ქართულ კომპანიებსაც დაელაპარაკებიან. აი, ზუსტად ეგ კითხვა მაქვს, ძალიან ხშირად საქართველოში, განსაკუთრებით ბათუმში არის ეს, მაგრამ თბილისშიც და სხვა რეგიონებშიც უპირატესობას ანიჭებენ უცხოურ კომპანიებს. ბათუმში ძირითადად თურქებს, თბილისშიც არის ეგეთი შემთხვევები და თქვენი გამოცდილებით აი ინვესტორები, დეველოპერები რა კრიტერიუმებით არჩევენ საერთოდ კომპანიებს და რატო ანიჭებენ უპირატესობას უცხოურ კომპანიებს უფრო მეტად ვიდრე ქართულ კომპანიებს, იგივე როგორც დანერგვის ეტაპზე, ასევე პროექტირების ეტაპზე. ნუ ხა ისეთი რო გითხრათ რთული კითხვაა თქო, მოგატყუებთ კაბელს ქართულს უფრო ენდობით თუ საიდანღაც სერტიფიცირებულს, თუნდა იმ ორივეს კონდეს სერტიფიკატი, მაგრამ რეალური ამბავი არის რატომ? რაც უფრო სწრაფად გინდა რაიმე გააკეთო და დიდი განსაკუთრებით ბათუმი რადგანაც ახსენეთ, მაღალი შენობები, მაღალსართულიანი, ამის გამოცდილება ხა თურქეთ ჩვენზე უკეთესი რო აქვს, მაგაზე კითხვის ნიშანი არ არსებობს. Hospitality და development-ის სეგმენტში, რავი, რამოდენიმე ათეული წლით არის ჩვენზე წინ. ეს ერთი ნაწილი თან ჩვენი მეზობელია. მეორე ნაწილი ეს არის. მეორე ნაწილი არის კომპლექსურობა. ჩვენთან კიდევ მაგ მდგომარეობაში ვარ. ამანიცის უსტიდენები, ამანიცის კანალიზაცია, ანუ სანამ ამათ ერთმანეთთან დააკავშირებ, მე უნდა უპოვო პროექტ მენეჯერი, რომელმაც ზუსტად არის ის ეგ სამუშაო რა არის, ამიტომ ხარ სულ გაუგებრობაში და ეგ კარგი მყავს, ეს ვერ იყო კარგი. საბოლოო ჯამში იქ თურქეთში, რომელიც ხა ჩვენთან ყველაზე ახლოს არის და ყველაზე ხელმისაწვდომია, სხვა ქვეყნებს აღარ მეხები და გერმანიიდან აღარ ვინ არ ჩამოყვავს. თურქეთში რეალურად შემიძლია გითხრათ, რომ ერთ შეგიძლია დაუდახე იმას თავისი იმდენი კომპანია ყავს, ან მთლიანი ჯგუფი აქვს, ასევე ბევრად უფრო ხელმისაწვდომია მისგან შესყიდვაც. როგორც მაგალითად თეთრეულს თურქეთში ვყიდულობ, იმიტომ რომ ბევრად იაფიჯდება, ის უშვებს რამოდენიმე ასეულ ტონას და ამიტომ თუ მე ბრენდული სტანდარტით მინდა იცის რომ საომარსკვლავიანის ეს თეთრეულია 4-იანის ეს არის, რომ გაუგზავნი ზუსტად ასეც 1500 ტონის მაგივრად გააკეთებს 1600 და 100 ტონას მე მომცემს, ანუ ფასი იაფი აქვს. საქართველოში როგორც არ უნდა ეცადონ ამის გაკეთებას, მაგ ფასად ვერ გააკეთებს. ამიტომ ის თურქი გეუბნება რომ მე ჩამოვალ პროექტსაც გაიკეთებ MVP-საც
დასკვნასაც დაგიდებ, სწორია თუ არა, შეგიმოწმებ კიდევაც და მე შემოგთავაზებ მასალებსაც. იგივე თეთრეულსაც მოგაწვდე, ხო, დაახლოებით. თუ სერიოზულად გაინტერესებთ, შეიძლება. სამზარეულოს ხო ვაკეთებ, თეთრეულსაც მე მოგცემ, ეს ისედაც იქ უნდა იყიდოთ რა. თქმა უნდა, რა თქმა მე ყოფილვარ ქალაქებია, ავეჯის ქალაქებია, იმისი თურქეთში ქალაქები რო ჩადიხართ, როცა ვარჩევდით სასტუმროს. ისკენ რო ჩამოვალ და გაგიკეთებ, ჩახვალ და მოკაფრუნს რასაც ვეძახით, სანიმუშო ოთახსაც ვეძახით ხოლმე, რომ არ ჩამოვიდეს იმ ოთახს, იმ მასალით, იმ დიზაინით, აწყობილს გახვედრებს, რემონტიან, კაბელიან ყველაფერი და გეუბნება რომ ჩამოდი გაჭმევს, დაგაძინებს, გასმევს, დაგათვალიერებინებს, შენიშვნას ჩაიწერს და გეტყვის რომ თუ ეს მოგეწონათ შენი ბრენდის, ამას გაგიკეთებ ყველა ოთახში. ამას არ აკეთებს ჩვენთან არა. ვერ. ამიტომ მესამე თავარი ნაწილი რაც არის ის რომ ეს ფასიც და კომპლექსურობაც აქვს. მესამე რაც არის საერთაშორისო ბრენდები ურთიერთობა თურქეთთან ბევრი აწლეულის წინ დაიწყეს. ყველა ბრენდია იქ. შესაბამისად ამ ბრენდებს ზირთად თურქები აკეთებდნენ. ეგ კი არა შეიძლება დუბაიში აკეთებდნენ სასტუმროებს და კონდა სერიოზული ბიზნესი თურქებს მართულებით. შესაბამისად ბრენდები რას შვებიან გეუბნება რომ მე რეკომენდაციას გაძლევ ამ უსაფრთხოების იმაზე სახანძრო უსაფრთხოების ამ კომპანიაზე ამან გადაგიმოწმოს ესა და ეს მე ვაძლევ აი ამ MEP-ის კომპანიას იმიტომ რომ გაუკეთებია ჩემთვის ეს სასტუმრო რეკომენდაცია მაქვს 5 შეუძლია მოგწეს გერმანული მაგრამ იცის რომ გერმანულის გადამხდელი არ ახარ ამიტომ შენს რეგიონში თურქულს გაძლევ ამას იყო ხოლმე რუსულს გვაძლევდა ან უკრაინულს რუსეთთან დალაგებული არა გვაქვს მოსვლა ოფიციალურ დონეზე და შესაბამისად რთული იყო და თურქეთი არის ყველაზე კარგი ლოჯისტიკურადაც თურქეთი ყველაზე კარგია განსაკუთრებით თუ ბათუმში ვარ როგორც ახმარითო ასევე ყველა პარამეტრით ბათუმში ვარ და ყველაფერი აქვს იმისი მიმიკრია აქვს ფილიალი აქვს ყველაფერი აქვს ბათუმში ამიტომ მეც ვიცი და ერთიც არის როგორც არ უნდა ვთქვათ რომ ჩვენ ესე და თურქული ბიზნესი რა გვინდა რამდენი შემთხვევაც არ მქონია გინდა გადააკეთებინე გინდა უკან დააბრუნებინე გინდა პროექტი 150 ჯერ შეუცვალე თურქი 150 ჯერვე გაღიმებული სახით თავიდან გადაწერს ამას თავიდან დაგიხაზავს თავიდან ჩამოგიტანს რით ვერ გავაკეთე თქვენი მოსაწონიო მაგას არ გეტყვი ანუ ურთიერთობაც ეს არის რა იცით რა სერვისზე მორგებული ხალხია ეს ცნობადი ამბავი სასტუმროშიც და ყველგან არიან სერვის ორიენტედ ხალხია ზოგადად და იციან ამიტომაც იქ მილიონი ლაფსუსი იქნებათ მილიონი მინუსი მილიონჯერ ქონია აი ესე დაჯახებას მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ბევრად უფრო მეტის გაკეთება შეუძლია ჩვენთვის ვიდრე სამწუხაროდ ჩემ და სამწუხაროდ ქართულ კომპანიებს ეს გამოცდილება მაქვს თუმცა მე იქ გამოცდილები დაანცვა როდესაც მაგალითად თუნდაც ახლა რასაც ჩვენ შერატონ მეტეხს ვეძახდი შერატონ გრანტს ის მარკო პოლო მეტეხი როცა იყო თავიდან ბოლომდე პროექტირებიან აფშენებიან პრარაბებიანად ავსტრიელები იყვნენ და პოლონელები საერთოდ არ იყო ხალხი სხვათა შორის რემონტისას ვერც დავანგრიეთ ანუ ისე იყო გაკეთებული რომ 25 წლის მერე დანგრევა გაგვიჭირდა ანუ კომპანიებმა რავადაც აიღეს იმ შიდა ვერ მოახერხეს ისეთი გაკეთებული იყო ვიცით ვინ აკეთებს ვიცით რა დაჯდა საქართველოში შეიძლება ცოტა ხანში ჩანასწრეს ჩინელებით მაგალითად არ გამიკვირდება და დღეს თურქი ყველაზე სწრაფი და ყველაზე როგორ გითხრათ ფინანსურათაც მისაღები სწრაფი და სანდოა ბრენდიც აღიარებს. თან ერთი კარგად შენიშნეთ, რომ მეგონი თურქებმაც კარგად გაითავისეს ეს ჩვენი ბაზარი და ის ზედმეტს აღარ შემოგთავაზებენ. მეც ვაწყდები ხოლმე, რომ იციან ჩვენი დონე, რა გადახდის უნარიანობაც იციან და ზუსტად იმას გთავაზობენ, რომ იმ სეგმენტში ჩაქდიონ რამენაირად რა. რა თქმა უნდა, დაგიკლეს ბიუჯეტში, იმას გიზამს, ამას გიზამს და კიდევ ერთი ტიპებმა ერთი ხო ჩვენთან მოგაქვს ესეთი ნაწილი მე მინახავს მე არა ვარ ამის სპეციალისტი მაგრამ ყოველთვის მყავს ხოლმე კონსულტანტი რომელსაც ვიყენებ და მინახავს ხოლმე ქართული შემოთავაზებები სადაც ორჯერ მეტი მასალა წერია ანუ ხო ბიტლის კაბელ სიტყვაზე გეუბნებით ორჯერ სამჯერ შეიძლება სანამ ვიღაცას არ დავსვამ და არ ვიტყვით რომ ეს ზედმეტია ან არ ჭირდება ანუ ასე წინ და უკან არ დადის რაღაცა არ არის საჭირო ეგეც გვინახავს ქართულში თურქმა იცის რომ გადაამოწმებ ხა და მაგის გულისთვის არ მოდი ესე ვთქვათ არა იტკიებს თავს ტყილა და ბიუჯეტში ჩაგვსვამს და გაგიკეთებს ეს რაც შეეხება ეხლა წინასწარ დაგეგმილი რაც არის და ეს შესრულების ეტაპი მაგრამ
ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის შესრულების შემდგომი ეტაპი, აი ვთქვათ, წლიური მომსახურება თუნდაც ამ ჩვენი უსაფრთხოების სისტემების. ბრენდებსა და ვთქვათ, იგივე ცნობილ ბრენდებსა და ნაკლებად ცნობილ ან ადგილობრივ ბრენდებში როგორ არის ეს დალაგებული ჩვენებს რეალურად ეს მომსახურება არის ჩვენი კომპანიებით. და ასევე ამ ბრენდებს ეს წინასწარ აქვთ განსაზღვრული, რომ ამას რა თქმა უნდა მომსახურება დაჭირდება, ვინც შეასრულებს, ან ორგანიზებულია წინასწარ ეს ჩვენ როდესაც ჩაბარებაზე უნდა მივიდეთ ობიექტის ბრენდულზე და არაბენ ყოველშევ მე სადაც არ უნდა შეხვიდე და ჩააბარო, ყველა შემთხვევაში იცი რომ როგორც კი მიიღებენ ამას და დაეფრო ყველა ხარვზე გამოსწორდება, აქ ყავს კომპანია, რომელიც მომსახურებას გიწევს ამ სისტემების გამართულობის შემოწმების ყოველთვიური ზოგჯერ კვარტალური გააჩნია როგორია ტესტირების ფინანსი ან რაღაცა აბსოლუტურად ეს არის კონტრაქტი რომელიც გაძლევს დასკვნას რა უნდა გამოასწორო რა არის რა სადღაც რაღაცა შესავსებია სადღაც რაღაცა გამოსაცვლელია რა თქმა უნდა ამას აკეთებს იქ წყალი დაწნეხვა მილიონი ამის გარეშე შეიძლება რაღაცა 40 ნომრიანმა სასტუმრომ 30-მა გაქაჩოს და წელიწადში ერთხელ ვიღაცას რაღაც არა დიდი ზომის ობიექტები მე არ მქონია შემთხვევა რომ ეგეთი რამე არ გქონდეს. ანუ გახსნისთანავე უკვე როგორც კი ჩაბა სანამ არ ჩაიბარებენ და მიღებული არ არის მანამდე კომპანიები მომსახურებაზე არ იღებენ. ლოგიკური არ არის ანუ შენ რაღაც არ ჩაგიბარებია მე დამბრალდეს ეს არ გამოვა. როგორც კი ამას დაასრულებ ამ პროცესს იმავე დღეს უკვე ყავს ის ამ პროცესის დასრულებაშიც გეხმარება ის კომპანია იმას გაძლევს რეკომენდაციებს გაძლევს რა გამოასწორო როგორც კი დამთავრდება ოპერირებაში მიღებას გულისხმობ და ექსპლუატაციაში შევა გადაბარება ასე ვთქვა. მე შეგიძლიათ მე არ მქონია შემთხვევა რომ მაგის გარეშე მუშაობთ. ჯერ არ მქონია. ისიც რომ ეგ როცა არ არსებობდა, ბევრი წლის წინანდელ ამბავს გეუბნებით, მაშინ ჩვენ ყავდა ჩვენი სახანძრო გუნდი თავის ტექნიკურის მიმართულებით, უსაფრთხოების ჩვენ კიდევ სხვა დამატებით ის ქონდა არა, იმიტომ რომ პირველი საერთაშორისო ბრენდი იყო Starwood-ის Sheraton-ი აქ მაშინ თბილისში და ამიერკავკასიაში, არამედ ჩვენთან იყო რამოდენიმე საელჩო გვეჯდა სასტუმროში. ყველა ავიაკომპანია ოფისი ჩვენთან ქონდა და ეძინა ჩვენთან. British Petroleum-ის ოფისი, British Airways-ის ოფისი, Lufthansa Austrian Airlines, ამერიკის საელჩოს ნაწილი, USA-ის, გერმანიის საელჩო, მოკლედ, იაპონიის შესაბამისად მოთხოვნა ქონდა პირდაპირი რომ ყველას ვაბარებდით პატაკს და ის თქვენ რასაც იძახით ეს ყოველთვიან წელიწადში ერთხელ რო განგაში ტარდება ყოველთვე ქონდა ის კი არა რომ სასტუმროში სტუმარი არ შეწუხდეს ჩვენ რომ თვეში ერთხელ მთელი საელჩოს წერილი არ გვაგეზავნო გამოყრით ეს არის ტესტირება შეგიძლიათ არ დატოვოთ ტერიტორია მაგრამ ჩაირთვება ყველაფერი და გარეთ გელოდება ცაბანი და დასაჯდომი დასადგომი უნდა აგნიშნოთ დაგთვალოთ და ასე შემდეგ ამის გარეშე ეს რა ჩაგვეტარებინა ამიტომ ყველამ ვიცოდით ვინსად გარბოდა თავი ჩვენი ხალისიან კურიოზებით მაგრამ ვინსად დარბოდა რასაკეთებდა ეს ყოველთვიური იყო ან ჩვეულებრივად ვიცოდი ეგ კი არა ისეთ რანგზე იყო სტარუჩი აყვანილი 2001 წელს დუბლინში ქონდა დიდი რეგიონალური იმი დივიზიის შეხვედრა, თლიანი დივიზიის შეხვედრა და ახალგახსნილ სასტუმროში, აი პირველი გაცრომითი კოქტეილის მერე ყველა რო წავედით, ღამეს ჩართეს ალანი. ანუ რეგიონის ყველა უფროსიანად, ყველა მხიარული, დალეული და ასე შემდეგ გამოყარეს გარეთ, იმიტომ რომ ენახათ პირველი სტაფი გაუძლებს თუ არა ამ სტრესს ყველაზე დიდ ხალხთან ერთად სწორად ჩაატაროს ეს პროცესი და მეორე ჩვენ ავდგებით თუ არა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით რომ ტესტირება და ვინ გამოვიდოდა და ვინ არა. ანუ ამ რანგზე იყო ეს აყვანილი და ამის გარდა ტარდებოდა კრიზის მენეჯმენტის ეს არის ვითომ ბომბია, ვითომ ის არის რა ქვია წყალდიდობა, ვითომ ტერორისტი ეს იყო ჩვეულებრივი. ამ სიხშირით ვატარებთ ხო სადმე რამეს დღეს რო გითხათ მოგატყუეთ, მაგრამ სამთვეში ერთხელ რო არ გავაქციო. და აი ამ მიმართულებით ბათუმში რა სიტუაცია მაგალითად? მარტო თქვენ სასტუმროში არ ვიძახით, თქვენ ხო ფლობთ ინფორმაციას იქ რა პროცესები მიდის და ძალიან მაინტერესებს
რა ხდება? CNN-ზე რო გადის ხოლმე no comment გინახავთ, თქვენ რაღაცა რო გადის და no comment-ი რო წერი გავაკეთოთ, ესეთი ჩავთვალოთ. ჩვენ გაჭირვება ბრენდული სასტუმროების გარდა მე ნუ მკითხავთ, დანარჩენ ადგილას რა ხდება? არ მკითხოთ. ჩემი წარმოდგენა რომ გითხრათ დღევანდელ ჩვენს ქართული სასტუმროების სერვისზე და ამ სერვისში არ იგულისხმება მხოლოდ თებშის მიწოდება ან გაღიმება ან რეცეპცია ამ ხრივ ძალიან გამოვწორდით, ეს არის სისტემების ფლობა, ეს არის უსაფრთხოება, ეს არის კამერას ადგიყურებს, ეს არის იმის შემოწმება, რომ ეს კამერა შემთხვევით ხომ არ გისმენს კიდეც. იმიტომ რომ უმეტესობა კამერას უნარი აქვს, რომ ხმად ჩაწეროს, ხო? ანუ ამის გადამოწმებიდან დაწყებული, კარების გაღებია ყველაფრით დამთავრებული, ძალიან სავალალო მდგომარეობაში ვართ ქვეყნის მიმართულებით. მე ისეთი სასტუმროებიც ვიცი, სახალისო და პატარა სასტუმროები, სადაც აი რომ შესამოწმებლად რო ჩადიხარ, ამოწმებ. და რო გეტყვიან, რომ იცით რა არის, ეხლა ნოემბერია, მარტო 2 სტუმარი ხართ და გასაღებს დაგიტოვებთ და რეცეპცია წავა. ასეთი მდგომარეობაც მინახავს, ანუ მარტო რო ხარ შაინინგი. სახში რო წახვალთ, შუქი გამორთეთ, გაზი და დილას ხო სამზარეულოში მოვლეთ ადრე და გაუღეთ რა კარები. ესეთი, ანუ საქართველოს გაუგებარ მდგომარეობაში ვართ. მე არ მინდა ვთქვა, რომ ეს ეხება იმ სასტუმროებს, რომლის სახელების თქვენ იცით, არა ბრენდულებიც ბევრი ვიცით და ყველგან, მაგრამ ის რაც არ ჩანს, აი, სართულების გამორთვა, ალარმის გადაუმოწმება, დაცვა გადაფარა ტექნიკურმა გადაფარა დაცვა საერთოდ არ მყავს ერთი ინჟინერი მყავს მარტო და ძინავს იმ ინჟინერს, მაგრამ თუ რამე გაფუძნა გააკეთებს. რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს სამწუხარო რეალობა. და ამის მიზეზი არის არა უვიცობა ან მენეჯმენტის, ეს არის უფულობა ხალხთან. ნამდვილად გეუნებით, როდესაც სეზონის 4 თვე მუშაობს მთელი ქალაქი და 4 თვით უნდა შეინახო 12 თვე. ეს არის ძალიან რთული, თანამშრომლის კომპეტენცია ძალიან დაბალი, გინდათ რომ უსაფრთხოებაში ჯანმრთელი და კუნთმაგარი კი არ იყოს, BMS-ის გამოყენებაც იცოდეს. ალარმსაც პანელზე კითხულობდეს, ას უნდა დააჭიროს, ესეც იცოდეს. როგორ გამორთოს და რო ავა სტუმარს რო დაუკაკუნებს, ისეთი ტუტუცობა არ კითხავს, რომ სტუმარს გული, ანუ ყველაფერი გინდა. და ეგეთი კადრი აქ აღარ არის, უკვე წავიდა. იმიტომ რასაც შენ უხდი, იმისთვის არ უღირს, რომ ეს ყველაფერი ისწავლოს. ამიტომ კადრი ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ძალიან ცოტა ყავს, ყველა მიმართულებით დამლაგებლენ დაიწყე და BMS-ის კითხვის ინგლისური პანელის აღქმა და თუ არ ემესია კიდე სადაც უნდა ჩაწერო ფორმულა, რომ 6 საათზე თავისით ჩაქრეს და პირიქით აინთოს და დიმერი როდის უნდა სცენარი რო გაწერ. ანუ იქ არის სულ გაუგებრობაში ხარ მოყოლილი და სცენარი იცის მარტო ერთმა კაცმა და ის კაცს გული შეუწუხდეს, არავინ არის. სცენარი კი არა, მილებისად არის გაყვანილი, ის იცის მარტო ერთმა კაცმა. ნახაზი არ არის და სამსახურში, ანუ უვადოთ მუშაობს, იმიტომ რომ რამე რო დაემართოს, არავინ არ იცის სად მიდის, რამოდენიმე ჰექტრიან კურორტზე, ერთი ადგილიდან ბოლომდე, ნამყოფები ვარ ჩვენ მასეთ კურორტზე გასვლით, სად მიდის მილი, არ ვიცით. იმან იცის მარტო. იმიტომ რომ არ დოკუმენტაცია არის. მან ჩაყარა და გეტყვის რომ რავი რა მე მაგ ყველაფერი რა აქედან ვერ წაშლი გეტყვის ესე და ამ მდგომარეობაში ვართ ამიტომ ეგ საეჭვო ნაწილი ამიტომ მივესალმები ხოლმე ბრენდულ სასტუმროებს და არა იმიტომ რომ ქართული ბრენდები არ მიყვარს და ჩვენც ვიზამთ მაგას რა თქმა უნდა იზამ თუ შეასრულებინე დეველოპერს ბრენდი ასრულებინებს და კი ბატონო ეს ბილდი მაინც უნდა არსებობდეს ყველა სისტემის რომ რაღაცაში გაერკვეს ადამიანი ეს ბილდი მე რა ვიცი ხარ როგორ გითხრათ ყველა კაბელი რომ იყვანილია ყველგან და ყველა არც ეს პაჭი არ არაფერი არ აქვს მიწებებული და ანუ ვიღაცა უნდა მოვიდეს მე საოპერაციო შემოვედი და უნდა მოვიყვანო კაცმა უნდა გაარჩიოს ესენი სად მიდის იმიტომ რომ იმან არ დაამთავრა ბოლომდე ყველა შემოიყვანა და არაფერი არ აქვს այդ ბოლოს მარკირება არ არის და შენ გჭირდება 2 კვირა რომ ვიღაცა იჯდეს და ეს ვისია არ ყოიოს და გადაბარება ან ტრეინინგი რომელ სახანძრო სისტემასაც დააყენებ იმისმა დისტრიბუტორმა და დამყენებელმა საოპერაციო ტრეინინგი ხო უნდა გაუკეთოს საოპერაციო ტიპმა იმას სანამ ააწყობდა დავალება ხო უნდა უთოს მისთვის უპირატესი რა არის მე მაგ სპიანი სასტუმრო სხვა რამე მჭირდება ჩემთვის პრიორიტეტი სხვა რამეა ხო ანუ საუნების სითბოთ თბური რაღაცების ნახვამი და მაქვს 150 ნომერი მაგრამ არაფერი არა მაქვს გარდა
ის არის რა bed and breakfast შევიდე დავიძინე გამოვედი ხო სხვა რაღაცა მჭირდება ერთ mixed use მაქვს შიგნით კაზინოა ნახევარი ბრენდული სასტუმროა და მთელ შენობას ბრენდის სახელი ეწერია და მარტო 80 ნომერია ბრენდის დანარჩენი ის არის აპარტია და არ არის ეხლა იხსნება და გაკეთდება ისეთი აპარტია ბრენდი აძლევ ბრენდის სტატუსით არის და დღეს საქართველოს სხვა ეგეთი არ ოპერირებს მარტო სასტუმროა ბრენდული მე არის non branded apartments ამიტომ ეგეთი აპარტები არის სადღაც კაზინო სადღაც კიდე კომერციული ფართია რომელშიც შეიძლება იყოს რავი ნიკორა მაგალითად გვერდზე ან რავი ჩვეულებრივად ყველა სხვადასხვა CCTV-სმა ყველა სხვადასხვა უფროსი ყავს ყველა სხვადასხვა შესვლის და გასვლის სასტუმროს აქვს BOH ეძახი და FOH სტუმრის და თანამშრომლის ზონა ცოტა ხნის წინ ახსენებთ არ უნდა გადაიკვეთოს კარები გასასვლელი შემოსასვლელი ერთმანეთს არ უნდა შეხვდნენ სხვადასხვანაირად იყოს ეხლა ეს აქვს თუ არა კაზინოს მე აღარ ვიცი უკვე ან აქვს თუ არა კომერციულ ფარტს და რომელიღაცა ფარმაცევტულ იმას არ ვიცი როგორ აქვს ამიტომ იქ იმდენი ჩეპეა ერთი მთლიანი ორგანიზებული პროექტი შეიძლება საერთოდ არ იყოს ემიც და აი ამ დროს საგანგებო სიტუაცია დაუშვათ ხანძარი არის იგივე აპარტში მაშინ რა ხდება ის აპარტი რას აკეთებს ბრენდის სასტუმროს აკეთებს კაზინო რას აკეთებს ნამდვილად გეტყვით ზუსტად წარმოდგენა არ მაქვს იმიტომ რომ სადაც ეხლა ამ წუთში სასტუმროიან აპარტიან ნაწილში სადაც ვარ ზუსტად ვიცი რომ მართვაში ორივე ერთად ცალცალკე ტექნიკურად არ მუშაობს მე ვერ ავიღებ იმიტომ რომ ჩემს შენობაში კიდე ერთი ცალკე სასტუმრო იყოს და იმის კაცი დაიწვას და ჩემი გაიქცეს ესე არ მუშაობს ლიფტი ყველგან ერთნაირად გაითიშება და ჩამოვა ეს ყველგან ერთნაირად მოხდება და იმას თუ არ ასწავლეს არ აქვს მნიშვნელობა 100 ნომერია თუ 150 თანაბრად უნდა გაიყვანო ყველა ამიტომ რეგულაცია ერთია მენეჯმენტი ერთია დაცვა ერთია ყველაფერს ერთად ეხა ჰაუსკიპინგი რომელი ნომერზე მუშაობს და რომელი აპარტზე ეგ არაფერს არ წვიტავს ტრეინინგი ერთნაირად უტარდება საშხაპესი ერთად დადიან საჭმელს ერთნაირად ჭამენ ალან ერთნაირად უყურებენ ამიტომ ეგ ერთად უნდა იმართებოდეს კაზინოს შემთხვევაში არა მაქვს ამ წუთში თუმცა სასტუმროებში სადაც ყოფილვარ სამსასტუმროში კაზინო იყო მათ შორის ხეშერტონ ბათუმში მაგრამ ყველაფერი ცალკე ქონდათ კედლიან გაქცე ყველაფერი ცალკე იყო და ის თანამშრომლობა როგორ ქონდათ თანამშრომლობა ისევ როგორც ამბასადორში თბილისში თანამშრომლობა ქონდა ძალიან ისეთი აქტიური და ყველაფერს მაგრამ თავარი ნაწილი იყო რომ ჩვენ ჩემს ალარმს როცა გავაკეთებდით სასტუმროს ალარმი კაზინოს მიდიოდა წერილი რომ თქვენც უნდა გამოეყაროთ ჩვენობლიდან აუცილებლად უბრალოდ კაზინოს ღამეს არავინ არ აკეთებს ეგეთ ალარმს ძირითადად დღის საათებში აკეთებ ყველა მიცის რომ ტესტირება უწერ რომ გაშინებ და კაზინოსაც როცა ქონი ესეთი შემთხვევა უთქვამს რომ შეგაშინებთ და გავიქცევით თუმცა ჩვენ თუ ამას ვაკეთებდით წელიწადში სიტყვაზე გონდა 10 ჯერს სიტყვაზე ვამბობ ისინი აკეთებენ 2 ჯერ ეგარი მაგრამ კეთდებოდა თანამშრომლობის მიხედვით დღეს ყველაზე რთული ობიექტები არის ეს 50 სართული 60 სართული და სამწუხაროდ მისი რისთვის კეთდება ცოტა გვიან წყდება ხოლმე შენობა არის პროექტერი და მე გააწყდება რომ ამდენი ოთახი ამისია ეს ამისთვის კომერციული ფარტი შესაბამისად ძალიან სახიფათო მდგომარეობაში შევდივართ ლიფტები ოდენობით ანუ აი კატასტროფული მდგომარეობა არის მთელი წელი ყოფნის და შეიძლება ბათუმში 3 თვე უბრალოდ ან ვერ ახვიდე ვარ ჯერ ჩამოხვიდე ვერასდროს ამიტომ ეს ის კი არა ლიფტის პრობლემას კი არ ხნის რომ ელოდება დისკომფორტია სტუმრის ცუდი რივიუა ფასის ნაკლებობა ყველაფერი რაც თქვით მართალია თავარი ნაწილის არის ცეცხლიო გაჩდეს ლიფტი არ გჭირდება ხო ფეხით უნდა გამოიქცე მაგრამ გამოსაქცევი სწორად ხატია თუ არა იმ კარებში რომ შედიხარ ხომ არ არის დადებული მაგალითად ურიკები დამლაგებლების ჩახერგილი იმიტომ რომ 90% სამსასტუმროს საერთოდ არა გათვალისწინებული რომ ნომრის მომსახურებისთვის ყველა სართულზე გააჩნია ზომას ან ერთი ან ორი ესეთი ოთახი უნდა იყოს ამიტომ რა ქნას იმ დამლაგებელმა ის ურიკას ტოვებს იქ კარებთან სადღაც უნდა წაიღოს ის ურიკა და უნდა დატოვოს სადღაც უმეტეს შემთხვევაში ეს რჩება ხოლმე რო არ გამოჩნდეს სახანძრო კიბეზე გასაქცევები სადაც არის იქ ეხლა მორიგე როცა არსებობს მენეჯერი და ბრენდული სასტუმროა გავს ჩახერგვას იმავე საღამოს ვეიღებენ არ არსებობს გამორიცხულია რომ ვინმე მე გააკეთოს არ არსებობს ამ შემთხვევაში ჩახერგილი გაქვს და შენ რომ
30 სართულზე ხარ და 60 ოთახი ერთსასრულ და 60 კაცი გამორბის და აი ეს ჩახერგილია, ისეთი რამე შეიძლება მოხდეს, არც კვამლის მოკტინება დაგჭირდეს და არც ემითი ხანძრით ისე დაიმტრეს ის ხალხი თავისით ანუ პრობლემა ეგეთია, არაორგანიზებულ მთლიანი შენობის გაკეთება, მარტო კარგი სისტემა, ან მარტო კარგი ასახები, პროექტირება, სწორი გასაქცევი, სწორად ოპერირება, ამის ერთობლივად დანახვა თუ არ მოხდა საქართველოში, მარტო გიქირავეს და კარგი რამე გააკეთებს, ამ კარგი სახანძრო სისტემა მაქვს მარტო, ან ძალიან კარგი ბრენდი მაქვს მარტო, ერთიანი ამბავია ეგ. თანამშრომელი, ტრეინინგი, სწორად დაყენებული სისტემა, სწორად დაგეგმილი დაყენებული კი და სწორად დატესტილი და გადაბარებული ოპერატორს. ეგეთი ჯაჭვია და მე ამას მოვლა უნდა. ევროპულ სტანდარტში IN 94-14 ესე ქვია სახელი. Planning, Design, Installation, Testing and Maintenance of Fire Alarm System. ანუ ეს ჯაჭვი პირდაპირ სტანდარტის სახელში მაგას გიყვებით, სულ რომ წარწერა არ მცეთ რა ამის გარეშე ეს არ მუშაობს. ამის დაგეგმვაში ფულის გადახდა ყველას ეზარება. მოდი ესე ვთქვათ, გზადაგზა ხდება ყველაფერი. ყველას ენანება და პირობას გაძლევთ ორჯერ ან სამჯერ მეტი ჯდება ეს საბოლოო ჯამში. აი სანამ მიწა მოთხარე კი არა, სანამ იყიდე მიწა, იქიდან რო დასვა ეს ხალხი, ოპერატორ ბრენდულ ეს რომ თავიდან ბოლომდე სწორად დაგეგმო, აი მთელი ამ მშენებლობა გადაკეთების რაც ეს გიჯდება ობიექტი მინიმუმ 15-დან 25%-ს დაზოგავ. აი პასუხისგებლობით ვამბობ ამას ნამდვილად. თუ ამას გააკეთებთ. ის არ ნიშნავს ამას, რომ უფასოდ გაიკეთებს. ყველა გადასახდელი გეყოლება მთელი გზა, მაგრამ სწორად დაგეგმავ და რაღაცა 25 მილიონის მაგივრად დაგიჯდება 18. თან სისტემებსაც სწორ სისტემას გააკეთებ. იაფიც კი შეიძლება სწორი იყოს. ანუ ყველაფერი მე არ გეუბნებით რომ ყველაზე მაღალი სისტემა უნდა კონდეს, მაგრამ არის იაფიანი, სწორად დაგეგმილი, სწორად გაკეთებული. გადაკეთება ყოველთვის უფრო ძვირი ჯდება. რა თქმა უნდა. და შეცდომების გამოსწორება. 4 სართული გინდა 8 თუ 12 შეგიძლია 200 სართულზე სხვა სისტემა შეგიძლია და 4-ზე შეიძლება ცოტა იაფიანიც გააკეთო, იმიტომ რომ არც გასაქცევი გაქვს ეგეთია, სირთულეები სხვა არის. ანუ რისკი უნდა შეაფასო წინასწარ. რა თქმა უნდა, როგორც ფასეულობა აქვს, რან 30 წუთიანი მედეგობა უნდა, 60-იანი თუ 90-იანი იმაზეა, ხო? აბსოლუტურად არის სასტუმროს ზომაზე დამოკიდებული ეს ყველაფერი. ზუსტად ასევე გვაქვს ფარდა, რამდენ წუთში უნდა იღვენთებოდეს. და ეხა სამსართულიანში თუ არ ჩამოიღვენთ, ესე ვიცი რომ ბოლო-ბოლო გადმოხტება ის და რაფერი არ მოუვა და 65-ზე მართლა 60 წუთი უნდა იღვენთებოდეს, თორე სანამ გამოხვალ და ჩამოხვალ. ის რაც თქვენ თქვით ოთახების ერთმანეთთან მოცილება. მაგალითად, როცა შეშემოპირის ოთახებს ვაკეთებთ, ისეთი ან უნდა ისე ახლოს იყოს, რომ დროზე ჩავიდეს და კარებთან ისე შეეძლოს, ან თუ ვერ გადის და შორს არის თუ ყველა ოთახი ამდენი წუთი უდევს, ეს ორჯერ მეც უნდა უძლებდეს დაკეტილ სისტემაში, რომ დაელოდოს ვინმე ვინც მოაკითხავს და წაიყვანს ყველას თუ გაქცევა შეიძლება, მე არ შემიძლია რომ გავიქცე, მე ვზივარ დაკეტილ ოთახში და სხვა სახანძრო მასალით მაქვს, სხვა კარი მაქვს, სხვა კედელი მაქვს, ყველაფერი სხვა მაქვს. იმიტომ რომ ის გაიქცა 15 წუთში და მე შეიძლება საათნახევარი აქედან ვერ გამოვიდი და ამაზეა გათვლილი. მე მაქვს ესეთი შეკითხვა. ზოგადად ცივილიზებულ სამყაროში სადაზღვევო ბიზნესი არის სიცოცხლის და სახანძრო უსაფრთხოების მამოძრავებელი ძირითადი ძალა, ასე თქვა და იქიდან წამოვიდა სტანდარტები, მე ორგანიზაციების საკონსულტაციო კომპანიას და შემდეგ. აი ჩვენთან რა ხდება? მე არ ვიცი, აი ქართული სადაზღვევო ბიზნესი თუ არის დაინტერესებული ზოგადად ამ სფეროში და რაღაცად უკეთდება მაგ მიმართულებით. საერთაშორისო მიმართულებით ბრენდებს თუ გეტყვით, არც ერთი სასტუმრო არ არის საქართველოში, რომელსაც ეს დაზღვევა არ კონდეს. არ არსებობს. უბრალოდ კარს არ გაგახსნევინებენ. ვებსაიტზე არ აქტუირთავენ, არც ერთ სადავშტო სისტემას არ მიგაერთებენ, თუ გინდა 100%-იანი მზაობა კონდეს და ჯგუფი ყავდეს გამზადებული და უთხრა რომ აი სულ შემიძლია ეს თვე დაკავებული მქონდეს. თუ არ იქნება ხელმოწერილი სადაზღვეოსთან ეს სადაზღვეო არის ყველა პარამეტრი უწერიათ, როგორც სიცოცხლის, როგორც ყველაფრის, მათ შორის მესამე პირი, მათ შორის ყველაფრის აბსოლუტურად საკმაოდ დიდი თანხებზეა საუბარი, რამოდენიმე მილიონზე სტუმრის სიცოცხლე და ასე შემდეგ. ამიტომ მაგ მხრიდან საქართველოს კომპანიები არა მხოლოდ დღეს 10-20 წლის წინაც აბსოლუტურად მყარად იდგნენ, იმათ თავიანთი გადაფარო აქვთ უკან და ეხა არ არის სარეკლამო და სახელებს არ ჩამოთვლი, მაგრამ გვითანამშრომლია ბევრთან სხვადასხვასთან და ყველას აყავს უკან თავის. რაც შეეხება
პატარა სასტუმროებს მათი დაზღვევა არის ხოლმე ძალიან ლიმიტირებული. მართალია, უმეტესობას აქვს დაზღვევა, რაც მე მინახავს, მაგრამ ძალიან ზედაპირული, რომ მინიმალური თანხა იყოს გადასახდელი და ეს არის რაღაცა ესეთი უფრო გარე ფაქტორების ხანძარი, წყალდიდობა, რაღაცა მოდი მე ხიდაგვეცას ამბავში არის დაახლოებით რა და ეგ არის ხოლმე ისეთი თუმცა მე არამხოლოდ მქონია, არამედ ხანძრის შემთხვევაში ის ხანძრები არ არის, რომელიც სასტუმროს აზიანებს, მაგრამ ხანძრებს მქონია სასტუმროში, რომელიც ძალიან მშვიდად და წყნარად მოგვარებულა სტუმრის გადაყვანიან, შემოყვანიანად ობიექტზე, ერთ-ერთზე თბილისში და სადაზღვეოსაც აუნაზღაურებია, სრულიად ძალიან პატარა მონაკვეთია, სასტუმროს არ შეხებია, მაგრამ იმიტომ რომ ვიცით რომ არც 1% საშიშროება არ უნდა იყოს სტუმრისთვის, თუნდაც დაკვამლიანების არაფერი არ უნდა მოხდეს, გაგვიყვანია 6 საათი შემოგვიყვანია უკან და სასტაზღვეოს გადაუხდია სრულიად შვიდად 3 კვირის ინტერვალში ყველაფერი. მაგრამ იმისთვის რომ სადაზღვეო მიიღოს, გეუბნება ერთ რამეს. მომეცი რომ შენი სასტუმრო ობიექტი სწორად არის გაკეთებული. ეს დაზღვევები სამწუხაროდ არ აქვთ ცუდი ამას ვამბობ, მაგრამ დიდ აპარტებს, იმიტომ რომ იქ ბინები არის გაყიდული. და ვერ ითანხმებენ, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარეშე, რომელიც მაქვს, ვერ ითანხმებენ მე პატრონეს, რომ ეს დაზღვევის გადახდა უნდოდეს. ანუ წარმოიდგინეთ, შენ გაქვთ 1000 ბინა გაქვთ და 1000 ბინიდან 920 გაყიდულია, სხვისი საკუთრება. შენ როგორ მე პატრონეა. მე პატრონეა, რა თქმა უნდა, ყველა აპარტ სასტუმროს მე პატრონე ყავს, მაგისი ამოცანა ეგ არის მარტო თუ სასტუმროს ააშენებდნენ. ყველა წინასწარ არის გაყიდული და შემდეგ არის ოპერირებაში გადმოცემული. ანუ სხვისი ქონების დაზღვევაზეა საუბარი, შენი არ არის ეს. საზოგადოების სივრცეები იზღვევა. საზოგადოების სივრცეები, იქ რაღაცა ისინი ტექნიკური ნაწილი, შენი ქონება, კი ბატონო, მაგრამ ან უნდა დაგთანხმდეს, გვაქვს სიტუაციები, სადაც გთანხმდებიან და მომსახურებაში შედის, რომ შენ აზღვევ და რაღაცა თანხა ბევრი არ არის, მაგრამ შეიძლება ეს იყოს რაღაცა კვადრატულზე თუ დოლარი ან რაღაცა ლარი, ისე გეუბნებით ზოგადად, მაგრამ უმეტესობად იძახის რომ არ მინდა მე თვითონ დავეზღვევი ან არ დავეზღვევი და ვერ აკეთებ. ეს აპარტებს სასტუმროები ყველა ეზღვევა. და სადაზღვეო სისტემები მყარად არიან მაგასე ძალიან სერიოზულად ამოწმებენ თქვათა შორის სისტემებსაც ითხოვენ. ეგ მაინტერესებს და შემდეგ უკვე ოპერირების იმაში თუ ითხოვენ თქვათ აუდიტებს სახელმწიფოზე. აუცილებლად ითხოვენ დასკვნას რომ თქვენ გადაცემული გაქვთ თუ არა, თქვენ შესული ხართ თუ არა ექსპლუატაციაში. ეს საბუთები აუცილებლად ითხოვენ. სტაფის მონაცემებს რამდენად ითხოვენ, აი მაგალითად ატარებ თუ არა შესაბამის სწავლებებს, სტაფი არის თუ არა ამ კუთხით მომზადებული, ხა სადაზღვეოს მარტო ის ხო არ აინტერესებს, რომ თქვა შენობა სწორად მუშაობს თუ არა, ის სტაფი რამდენად ადეკვატურად იქცევა ამ დროს და რო გითხრათო სადაზღვეოს ეგ უთხოვია თქო მოგატყუებ, ჯერ არ ქონია ეგეთი შემთხვევა რომ მაქსეთ დეტალში შემოსულიყოს, ისიც მიხარია რასაც კითხულობენ, მაგრამ სტაფს კიდე ერთი ნაწილი აქვს, თუ სწორ მართვაში ხარ და რაიმე ბრენდულთან ასოცირდები, ან მენეჯმენტ კომპანიამსაც უბრენდული მქონდა, ამიტომ არა ბრენდულსაც ბრენდულით ვაკეთებ, სხვანაირი არ ვიცი, ანუ მარტო ესე ვიცი როგორ უნდა გავაკეთო და უფრო მარტივია, ჩემზე უფრო ჭკვიანმა ხალხმა მოიფიქრა ეგ. რეალურად სტაფი არის როგორც პირველადი დახმარება და ტრეინინგები, როგორც პირველადი ყველაფერი, ანუ ცეცხლზე, იმაზე ხანძარზეც და ადამიანის ჯანმრთელობაზე ყველაფერი უნდა გააკეთოს, ამისთვის მოყვავს ხალხი, თანხას ვიხდით და ვაკეთებთ. არის ხოლმე თიმი, გუნდი, ესეთი ქვია ხოლმე, რომელიც სახანძრო გუნდი ქვია, იმიტომ რომ ერთი ბელბოი, ერთი დაცვისთან ყოველთვის უნდა იყოს დღეში ერთი კაცი. ყოველდღიური ტიმი. ისეთი ხალხისგან შედგებოდა, რომ ამაში ტრეინინგი აქვს გაკეთებული. ანუ ამ ხალხს ყველას უნდა კონდეს, რომ დღეში ესე მოხდეს, რომ ყველა იყოს. სხვანაირად ვერ ვიზამთ. ესეც FLS-ის ნაწილია თუ ეს სწავლებები რაღაც სხვა. საოპერაციო ბრენდ სტანდარტი საერთაშორისო გეუბნება, რომ ის რაც აი ზუსტად რაც დაიგებნა და გაკეთა, ამას უნდა მერე მეინტენენსი და ყოველდღიური თუ ეს ხალხი არ გეყოლა, ეს ყველა გამოუყენებელია თქვენი რანაირი სისტემაც არ უნდა ქონდეთ ვერ გამოიყენებთ. თუ არასწორად გილან გააქცია, თუ ხალხი არ დათვალე, თუ სართულზე დროზე არ ახვედი და არ მონიშნე კარზე რომ ეს კაცი გამოყვანილი ხავს, ყველაფერი სწორად შეიძლება ჩაატერო და ერთი კაცი დაგეწვეს, იმიტომ რომ
ყოველ დღე ჩეკინის ლისტი არ ამოიღე და ყოველ საათში ერთხელ ჩეკინი არის ამოსაღებული ხანძარი რომ მოხდება და სისტემები რომ ითიშება ბოლო მონაცემი უნდა კეტოს ანუ ვინ იმყოფება სასტუმროში ანუ საათში ერთხელ რაღაცა უნდა კონდეს ან ჩამოტვირთული ან უნდა კომპიუტერი ლაივში რო ვერ გააკეთო სარეზერვო ვერსია სარეზერვო ვერსია გაქვს თანამშრომლის სია უნდა კონდეს სარეზერვო მიუხედავად რომ ყველაფერი ელექტრონულია და სელში მაინც უნდა კონდეს იმიტომ რომ რამე რომ მოხდება შეიძლება ყველაფერი გამოირთოს აბსოლუტურად ჩართვის უფლებაც არ კონდეს იმიტომ რომ აალებათი ხარ აფეთქებადი ხარ დამთავრდა ცეცხლზე ეს ლაპარაკი თუ მაგას გამოირთო ყველა შუქი შესაბამისად ეს უნდა კონდეს და კადრების განყოფილების უფროსი დაცვა ზოგი თანამშრომელს ითვლის რამდენი მოვიდა ამიტომ არის აუცილებელი აღრიცხული რო იყოს ადამიანი მარტო იმიტომ კი არ რომ გადაამოწმო ფული რამდენი გადაუხადო საათობრივად იმიტომ რომ იცოდე მე წავედი 2 საათით გვიანავ მეგობარო შენ დამიჭირე თითი და მე ადრე გავალ დაღუპულები ვართ ეგ თუ ვერ გადავამოწვეთ, იმიტომ რომ ერთი ადამიანის სიცოცხლე საუბარი, ამიტომ ამას HR-ი შეიძლება წასულიყოს, მაგრამ იმის ძებნაში სხვა ადამიანი რომ ამ პირიქით დღეს საერთოდ გონია რომ გამოცხადებული არ არის. არა და არ წასულა დარჩა. და კამერაში დაცვამ თქვა რომ არ ვიტყვი და ძინავს აუ ეხლა ამას და მეგობარი დაცვამ თქვა რომ რატო ჩაუშვათ. შეიძლება დამეწვეს, ანუ ეგეც უსაფრთხოებაა და იმიტომ არის სასტუმრო რთული, ეს არის უცხოელი სტუმარი ბავშვი, მოხუცი 2 დღით ჩამოსული, არაფერი არ იცის, კონფერენცია, გასართობი, დიდი ღონისძიება, ქორწილი, ზოგი ძალიან მთვრალია, ზოგი ძალიან სერიოზულია და ამ დროს კიდე ყავს ბევრი თანამშრომელი. რომელმაც კიდე ეს უნდა გააკეთოს და შეამოწოს ბომბის შემოწობა, ასე დაიწყოს, ასე ავიდე. რთული ნაწილია. სახანძროს დაურეკოს, ყველა შევიკრიბოთ ერთ ადგილას. და კვალიანდეთ ვინ რა გავაკეთოთ ამას ტრეინინგის გარეშე ვერ გააკეთებ კონდეთ ეს თქვენი სისტემები არაფერი არ ვარგებს რა გამოიყენებ ტრეინინგს საუბრობთ ამ კონკრეტული სისტემებზე პირობითად რავი ბოში ჰონიუელის იმის რაღაცა დააყენეთ თუ აკეთებენ სასტუმროები რომ კონკრეტულად ამ წარმოებლებთან გაიარონ ტრეინინგი რომ სისტემა იცოდეს თქვენმა თანამშრომლებთან ვინც აყენებს იმან უნდა მომიყვანოს მე ანუ მე Siemens-თან გასვლა რო შემეძლო სულ არ დაგიძახებ ჩემი ჩამოვიტან ამ ყველაფერს ანუ ვინც მომიყვანეთ აი მაგალითად ზუსტად იგივეა ქიმიკატზე მე ქიმიკატების ტიპებს კი არ ვისაც ეს შემოაქვს დისტრიბიუტორი ვინც არის ამ ქიმიკატის იმას ხავს ტიპი მოდის და აჩვენებს R4-სად გამოიყენოს R2-სად ისა ტრეინინგებს ისევე როგორც დაუშვათ ბარმენს მარტო ჰენესი კი არ მოვა თქვა GD ალკო მოვა და გეტყვის რომ ყველა ბარმენს დაგიტრეინინგებ იმიტომ რომ იმან კარგად გამოიყენოს და ბევრი ხარჯი კონდეს სპის მასალა ვისაც მოაქვს ის კომპანია გიტრეინინგებს ამიტომ თქვენ თუ დამიყენეთ უნდა სანovat თქვენ უნდა უზრუნველყოთ რომ ვიღაცა ჩამოიყვანთ ან თქვენ ხავთ ვინც ეს იცის და იმან უნდა ატრეინინგოს მე თვითონ მაგ ხალხზე გამსვლელი ანუ ჩემი ის აღარ არის უკვე კომპეტენცია ცალ-ცალკე ესენი ვეცებ ასაგებია თემა ერთი რაღაცა კარგია რომ ეს ვახსენეთ ის review და revenue ანუ ეს რეალურია ეს კი ბატონო ჩვენ კი ვნახეთ ეს ვებგვერდზე სადაც ერთ-ერთ უნივერსიტეტს ჰქონდა ეს კვლევა დადებული როგორ არის პირდაპირ ბმა ანუ ძალიან სენსიტიურად მოქმედებს უსაფრთხოების კუთხით ცუდი review პირდაპირ არის დამოკიდებული. პირველ რიგში უსაფრთხოების ცუდი review სანამ სტუმრამდე მივა ბრენდს უფუჭებს, ანუ ჯერ არის უსაფრთხოების აუდიტები არის საერთაშორისო, რომელიც ბრენდის კლასს წევს და აკლებს. და ეს არ არის ბრენდის ვარსკვლავობის ხარისხი. ამასთან შეჭიდული არ არის. ყველაზე კარგი სამვარსკვლავიანი, მაგას სტუმრის მიღებაში, ყველაზე კარგი loyalty პროგრამაში, ყველაზე კარგი უსაფრთხოებაში. ეს ბრენდს წევს, მის აქციას წევს, მის კომპანიის ფასს წევს ყველა შემთხვევაში. სახელმწიფო თუ აკეთებს პერიოდულ შემოწმებას, რამდენად გამართულია სისტემები გაქვთ თუ არა, ჩაბარების შემდეგ შემოწმება. საგანგებო აკეთებს. რა პერიოდულობით საკმარის პასუხი ხო აკეთებს და მართლა აკეთებს კი აკეთებს რა თქმა უნდა ბოლო წლებში სასტუმროებს ეს ნამდვილად აკონტროლებენ ნამდვილად აკეთებს კი ესე შემიძლია ვთქვა ის ვინც აკეთებს იმან იცის თუ არა რასაც აკეთებს ეს საკითხი ცოტათი კითხვის ნიშნის ქვეშ არის მაგრამ აკეთებს ეგ ცალკე საკითხია ეგ ხო ისე და ასე ცალკე პოდკასტის თემა იცის თუ არა იმან იცის ზოგადი შემოწმება მაგრამ ქარხანას სხვა შემოწმება უნდა და მაგას და ჰოსპიტალს სხვა ცოდნა ბექგრაუნდი ჭირდება და სასტუმრო სხვა მასეც არა აქვს ჯერ აწყობილი რომ სასტუმრო რომ იცის და მოთხოვნა აქ ისე შეამოწმოს და ანუ ზოგადი პარამეტრით გამოწმებენ ვერ ვიტყვი რომ არა გამოწმებენ ო ძალიან სპეციფიკური ობიექტია რა ისეთი
exactly 24 საათი 7-ზე რა 24 საათი ეხლა თქვენ ისე წარმოგვიდგინეთ, ყველაფერი კარგად ყოფილა ბრენდული სასტუმრო, მაგრამ მე რატომღაც ვფიქრობ, რომ საქართველოში რა პროცენტი არის ესეთი ბრენდული სასტუმრო და სადა გვაქვს კარგად სიტუაცია და დანარჩენგან იგი პასუხებ, პოდკასტში ვკითხოთ, სად მუშაობს. ნამდვილად გეტყვით, რომ იმისთვის არის საჭირო მართვის კომპანიები, ეხლა ცოტა ცუდად და უხეშად გამომივა. ყველა მართვის კომპანია ჩემ თავზე არ მაქვს საუბარი, მართვის კომპანია იმისთვის არის საჭირო, რომ მართვის კომპანიას აქვს ბრენდული გამოცდილება და თუ ამ კომპანიას ენდობიან როგორც დაგეგმვაში, ისე მართვაში, ბრენდის გარეშეც იგივე მოთხოვნებს და უყენებს და გაუკეთებს, იმიტომ რომ მე არ მჭირდება არა ბრენდულ სასტუმროში შესვლისას რაიმე მოვიგონო. ვხედავ, რომ ეს ესეთია, ვიყენებ, ეს მარიოტის სტანდარტი აქ მაწყობს, ეს ცოტა ზედმეტი ამას ვერ გააკეთებენ და ტყუილა რატო უნდა გავაკეთო? ეს არაჩვეულებრივი სტანდარტი IAG-ის, ეს აკორის არის, შეიძლება მიქსი გავაკეთო საოპერაციო სტანდარტის და SOP-ის წერისას გავმიქსო, იმიტომ რომ იმას ისაკლი ამას ეს არა აქვს, რაღაცა ტყუილა არ უნდა უწევრო, რაც ვერ გააკეთეს ბრენდი. დაწყებული ფინანსურიდან დამთავრებული სისტემური, ყველაფერი უნდა გავუკეთო. მენეჯმენტ კომპანიებს ეს შეგვიძლია. ზოგს ცოტა, ზოგს მეტი, ზოგს ბევრი, მაგრამ ეს არის ჩვენი საქმე. თუ ვინმე ამას მოისმენს, ხარისხიც უკეთესი იქნება, უსაფრთხოებაც უკეთესი იქნება და მართვა ხო ეს არის მაქსიმალური შემოსავლის მიღება მინიმალური დანახარში. და რა აქვს მნიშვნელობა? სუფთად ხარისხიანად სტუმარს აი ეს რივიუც უნდა წესიერი კონდეს, ხარისხიც წესიერი კონდეს და მომგებიანიც უნდა იყოს მისთვის და მენეჯმენტ კომპანიას უკეთესად შეგვიძლია ვიდრე ანუ ხელმძღვანელობთ მაინც აი ბრენდულის სტანდარტებით და რატომ მოვიგონო ბორბალი ფილოსოფიით, რასაც ისინი თავაზობენ ბაზარს. ასეულობით, ათასეულობით სასტუმრო რო აქვს და ათეულობით წელი არიან სოფლიო ბაზარში საერთაშორისო. მე რატომ ვასწავლო, რა ვიცი, ხო? ქართული ვარ, კარგად ვიცი თუ რა ვიცი. NFP-ის აქ 125 წელზე მეტი წლის ისტორია, ხო? რატომ უნდა მოხდეს? მე რატომ გადავწყვიტო, რა ქართველებს ვირას გვასწავლის, რაც გინდა იმას გასწავლიან, რასაც გინდა და ამიტომ მაქვს ეს ნასწავლი და 30 წელი მე მასწავლის, ჩემში ინვესტიცია ჩადესრა, წოდნოდა და ეხლა მე უნდა გავაკეთო ეს სადღაც. ერთი მხრივ კიდევ ესეთი კომპანიებიც და ის ბრენდებიც აკეთებენ საქმეს, რომ საქართველოს შემოვიდეს ეს წოდნა ინდუსტრიის წოდნა, მარტო სტუმარმასპინძლობის არა სახანძროსი და ასე შემდეგ და რაც უფრო მაღალი იქნება მოთხოვნა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიიდან, მე სახანძრო ინდუსტრიაც წამოვეწევით ნელა. ამუნამდე საინტერესოა თქვენი მოსმენა, რომ კითხვის დასმის შიში მქონდა, რომ არ გაგაწყვეტინოთ და რაიმე არ გამომრჩეს. პირიქით უკაცრავად არ გაცალეთ კითხვები. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით ჩვენთან მოგზაურობისთვის. თქვენ კიდევ გირჩევთ, რომ არ გამოტოვოთ მესამე პოდკასტი, რადგან ვფიქრობ ყველაზე საინტერესო დღევანდელი პოდკასტი იყო. დიდი მადლობა თამუნა. ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, ძალიან საინტერესო პოდკასტი გამოვიდა და თქვენ კიდევ ჩვენს მაყურებელს მივმართავ, რომ თუ რამე კითხვები გექნებათ, აუცილებლად დაგვიწერეთ. თუ თამუნასთან გექნებათ კითხვები, აუცილებლად გადავცემთ თამუნას და შეძლებთ დაგვარად, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გიპასუხოთ ყველა კითხვაზე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ნამდვილად საინტერესო არის და თქვენაერი ადამიანები წევენ ამ ინდუსტრიის დონეს, როგორც ბრენდულში, მე არა ბრენდულშიც და მთლიანად ქვეყანაშიც. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. და რა ვიცი, უსაფრთხოდ ბრძანდებოდეთ, უსაფრთხოებას გისურვებთ. ყველას დიდი მადლობა მოწვევისთვისაც, საინტერესო ინფორმაციის იმისთვის არ ზარდებით, რომ ეს გაუზიაროთ და თუ რაიმეში შესაძლებლობა მექნება, რომ ეს ინფორმაცია ხოსაც გადავცენ, მასწავლო ან სასტუმროს აუხსნა, ყოველთვის მზად ვარ ნებისმიერ დროს მიგულეთ თქვენ გვერდით. დიდი მადლობა.